ესე კი არ არის, რაღაც შვება ეს რა. ომარა რა. ცეცხლებისა და ეს ფერი ყაია ინთება ხო რაღაც. ინთება, ალბათ ბატარეა და. თუ დინამოზეა. წესი დინამოზე უნდა იყოს, მაგრამ რატომ არ ინთება? ნახე. აი რაღაცა ინთება არა? არა. არა, მოვიგონე. კარი იღება. რული. აუ ქრიმსიგიდი არ მისულ. გონია რომ გასაუბრებაზე. ბოლოს როდის იყავ გასაუბრებას? აი კითხვა არა. 2014-ში. რასთან? ვისთან? Toyota Caucasia. მოიგე? მოვიგე. რის გასაუბრება? სამსახურში. ხო, ნუ გასაუბრება ვახსენეთ, გასაუბრება მგონია. ვაფშე რითი დაიწყე შეჭა? ეს თუ Toyota Caucasia. აი პირველი ჯობიდან. პირველი ჯობი, სუპერველი ჯობი. ჯობს GZ-ი იყო. სტუდენტი რო ვიყავი, არსებობს ეგეთი კომპანია, რომელსაც ქვია EMCOS და არის Electromagnetic Compatibility and Software. საქართველოში აკეთებს software-ს, რომელიც ითვლის ელექტრომაგნიტურ თავსებადობას, ანტენა ინჟინიერინგს და სხვა რაღაცებს. ეს software საქართველოში თითქმის არ გამოიყენება. ერთი კლიენტი ყავთ ამოვიწყდა Delta. და დანარჩენი საერთაშორისო კლიენტები არის, ძირითადად მანქანაწარმოებლები, მათ შორის BMW, Audi რაღაცა. და ვინ იყავ? არაფერი მანდ იყო მარკეტინგის დეპარტამენტი, რომელსაც უნდა გაეკეთებინა, რომ ეს software უფასოდ მიგვეტანა უნივერსიტეტებამდე, სადაც ანტენა ინჟინიერინგს ან ამას სწავლობენ და ტრაიალი მიგვეცა. აი ეს სტოქტონის წარწერა იქით ხარეს უნდა გავეკეთებინა. ბიჭო, იცი რა არის? აწი გეცოდინება. ან ბახალას ადგილზე. მე მგონი ეს ის შემთხვევაა, რომ უნდა ავხსნათ სტუმარი ვინ არის ჩვენი. სტუმარი ვინ არის? სტუმარის ანოტაცია მოყვება ვიდეოს ქვემოთ ვინც არის და რაც არის და. მაშინ არ ავხსნათ. ჩახედავენ და მარტივი არის. თან რაღაცნაირად შეგილია იმის ადგილზე, რა ქვია. ვარდი მეორე მხარეს და თავს ბალანსში მოვა რა. მართლა შეჭ. ვარდი. უკარგესი ვარდი არის, ხო იცი ამის ისტორია? მაგრამ პირველად ხედავ მომართ. იმინა დამძიმებული. ეს არის ვაფშე არაფერი. ბიჭო, აი ანუ მუსიკალურ იმაში მენეჯმენტში როგორ მოხდი, ეგ არის ყველაზე საინტერესო. ერთხელ კითხე მაგაზე, რომ რამე ხმას მოყევი თქო თუ პროსტო ტექნიკურ იმაში ხდება ეს. ფესტივალის ვიდეოში კითხე. სათიბეში ფესტივალის ვიდეოში ოღონდ იქ რაღაც ძალიან გაწმაწია იყო და თუმცა გავიქეცდა და მე ტრეში ხდებოდა ცოტა და ამიტომ კაი იყო რომ გავიქეცი მე მგონი. აი საყვარელი გამოსვლა იყო შენი ნაწილი. მადლობა. მადლობა. ნერვიულობდი, სხვა რაღაცებზე მქონდა სანერვიულო, ესე მეგონა, თუმცა მე არ ყოფილა ბევრი არაფერი სანერვიულო. მაგრამ დაიწყო 2011 წელს, როდესაც ჩემი მეგობარი გეგა ჯაფარიძე ეხა ამერიკაშია, მაშინ ქონდა კომპანია Massive Projects-ი, ყავს საერთო მეგობარი გაგა. და ერთხელ წავედით ერთად ბათუმში, იყო ძალიან კარგი. და ივენთი იყო იხოდება თქვენში. მაშინ პრომოუტერი იყო და ჩამოყავდა ბათუმისთვის, რომელიღაც კლუბისთვის არტისტები. და უკარო დაუბრუნდი თბილისში. გეგა ჯაფარიძეზე ალაპარაკი, რომელიც ისეთი საკმაოდ გრანდიოზული ივენტების ის იყო მეიკერი. და ეხაც ამერიკაში აქვს თავისი კლუბი Basement-ი, Basement-ის თავზე არის უზარმაზარი სიუცე Knockdown Centre, რომელიც ეს კრიმსი რო ბაზრობდა იქ ბეისი. ოკეი, შეიკრა ყველაფერი. დასაგებლარია. და როგორ დაალაგდა კინო მე? კი ბატონო და გეგამს ჰქონდა Massive Projects-ი, Massive Projects-ის საქმიანობა იყო მაშინ Loudspeakers-ის მენეჯმენტი და ასევე ვიდეო პროდაქშენს აკეთებდა Yugosთან ერთად. და მან დიყვნენ გეგა და Yugo იყვნენ დავემატე მე. დავიწყეთ ერთად მუშაობა, 2011-ში დავიწყეთ და 2012-ში მალევე 2011-ის ბოლოს წავედით Alter Vision-ში. შენ და გეგა? მე გეგა და Yugo, იმიტომ რომ მუშაობდნენ Yugo-ს თქვი მაშინ ვინ არის? Yugo არის, Yugo Morris, გივი აფშილავა, რომელიც არის კოლაბა არის ესეთი კომპანია, რომელიც ვიდეოებს იღებენ, ძალიან მაღალი ხარისხის და ამას აკეთებენ უკვე ძალიან დიდი ხანია. მე პირადად 2011 წლიდან ვიცით რაც ამას აკეთებენ. და წავედით Alter Vision-ში, სადაც ჩვენ უფრო ვიდეო პროდაქშენის კრიუს მხარეში ვიყავით ჩართულები და მან გავიცანი მთელი Alter Vision-ი. აჩიკოგულედანი და სხვა ყველა, რომელიც ჩემი მეგობრები არიან ახლა და მე ისე მოხდა რომ გეგა წავიდა ამერიკაში, ჩვენ აქ დავმეგობრდით და დავიწყე Alter Vision-ში მუშაობა და სახალხო პროექტი. შენ გაგიცანი მან 2000 შენ ალბათ არ გემახსოვრები? არ მახსოვ, ხარ არ მოგატყუებ, ეხლა მახსოვ ხარ სამაგიეროდ ყოველ დღე. და მიდი 7 დაიწყო. მან დაიწყო ეგეთი რაღაც რომ მაინც ის სახალხო პროექტი იყო, All You Need Is Love-ს რომ ღეროდი. ეგ სახალხო პროექტი იყო, სადაც ჩემი პირველი ესე მასიური ჩართულობა იყო რა. რაც მენეჯმენტი ავიღე ამ სახალხო კონცერტის, რომელიც შედგებოდა 32 მუსიკალური ნომრისგან და კონცეფცია იყო
ესტრადა პლუს ანდერგრაუნდის კოლაბი ყველა ტრეკზე რაღაც ესეთ კოლაბები იყო. და შედგებოდა 32 ნომრისგან და თითოში იყო 2 მუსიკოსიდან დაწყებული, შეიძლება 12 მუსიკოსამდე და აი პროექტი იყო გასაკეთებელი. თან ახალ წელს და თან ლაივში გადის და თან სინქრონიზაცია უნდა მივიღოს, რომ ახალ წელს დააჯდეს და მთელი ამბავი და ძალიან კარგად მახსენდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ალოგიკური კოლაბორაცია იყო, რომელიც საბოლოო ჯამში გრეები იყო ისეთი ალოგიკური. იმიტომ რომ მე ძალიან ჩაოლებრივი კოლაბორაცია მქონდა ჯორჯიან ბრასთან ერთად ვიყავი, რაც იყო აი ეს ჩემთვის სრულიად მისაღები. ალოგიკური რა, ალოგიკური ცოტა ისეთი ხმამაღალი შეიძლება იყოს, მაგრამ იმ დროისთვის ძალიან უცნაური. მე მოგწონს ვალერა, მამა ჩემი, იყო ვისთან ერთად? ნინა წკრიალაშვილი და ვიღაც ორი გოგო იყო კიდე. აბა ყოფილა ალოგიკური ისეთი. და აღარ მახსოვს. ხო, რაღაცა ტეტა ლელა. ტეტა და ლელა მოგწონს. ტეტა მაგარი ტრეკი გააკეთა ძალიან. მე მახსოვს. ბევრი აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაცა ერთი ტრეკი იყო. სიგიჟია, ეგ ალოგიკური კი არა, გარყვნილებაა იქ. თუ არა, უბრალოდ ფოტო ქონდა ვალერას მაგათი. ბექსტეიჯის ფოტო და ბექსტეიჯი ხდებოდა მართლა ისეთი მაგარი რაღაც, რომ ახალი წელი ჰონორარი ჩაირიცხა თან საღამოს 10 საათზე. ანუ ხო ხდება ბექსტეიჯზე ხო და ყველა ხო იცი ყველას ჰონორარი ჩაერიცხა. არის ჰონორარების წინასწარ გადახდა ზოგადად. არა ეს მე ჩემგან. მე ხა ნელა მოვყვებით მე ხა რომ მომიწია იმ სპექტაკლზე შენი პროდიუსინგით რაც გაკეთა მენეჯმენტით. წინასწარ ანუ თეატრში რომ მორჩები რეპეტიციებს მე რიგირიცხავი რაღაცა ინკი ბენკი ჰონორარს და ამ ხელა ჰონორარი მე არ ამიღია შეჩემ არსად. იმიტომ რომ შრომა იყო და წინასწარ და წინასწარ პირველი კვირას აბა ვისგინა წინასწარ მერე ვისგინა ჩუაში ვისგინა. ხო, აბა უნდა გემუშავოთ რამდენიმე თვე რეპეტიციები და ერთხელ ჩამერიცხა წინასწარ ჰონორარი და დამიჭირეს კონცერტამდე. ხო, მაგრამ ეგ სუდი დრო იყო და ეხლა თუ გამაწყვეტი მე ბექსტეიჯს ხვევი. მიდი. ბექსტეიჯი ყველაზე კაი რა არის მთელი საქართველოს მუსიკალური ელიტა და ახალგაზრდები ყველა ერთად იყო შეკრებილი და თან წარმოგიდგენია ახალი წელია. ან გადის ტელევიზორში ყველას აცვია რაღაცნაირად და ძალიან ისე და აი რაღაცა ძალიან საინტერესო სასაცილო ამბავი მიდის თან დროში თუ ვერ დას ყველა ნერვიულობს იმას რომ ყველას უნდა რომ მიასწროს სახში. განსაკუთრებით იმას ვინც 12-20 აკელია იმ სლოტზეა და დათვლილი აქვს რომ აი 12-15 აკელია დავამთავრებ და მერეთ გავიქცევი და თან ამიტომ ზუსტად ვიცით რომ ყველაფერი წამიწამში უნდა იყოს ჩათვლილი და ვიცით რომ არავინ არაფერი არ უნდა ილაპარაკოს. არ არის იმის დრო რომ გამარჯობა საქართველო. რა თქმა უნდა რაღაცეიმ არ დაიცვეს ეგ წესები და გამოვიდნენ რაღაც მიმართე საზოგადოების რაშიც ესე ცალკეღებული ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენ რო ხვდებით რომ მაგის გამო ვიღაცა ადამიანი რომელიც წესით 12-ს რო 10 აკდა მანდ იყო, უნდა გადავიდეს პირველი საწუძე და ამ კომუნიკაციის დამყარება არც ისე კომფორტულია რომ უნდა უთხრა რომ ჩვენთან ამ კარავში შენ შეხვდე ახალ წელს კი ძალიან კარგები ვართ ყველანი, მაგრამ მაინც სახში უნდათ. ამ პროექტმა შეიარა კარგად. ყოველ შემთხვევაში მე ესე შტაბიჟლიბო დამჭა. ეგრე იყო. და დაიწყო ჩვენი მეგობრობა Alter Vision-თან. ამის მერე მოდის ეს იყო თუ სწორად მახსოვს 2013-14-ზე რო ახალი წელი დგება. მერე იყო 2014 წლის Open Air-ი, რომელზეც ასევე ვიმუშავეთ. მეც უკვე ჩართული ვიყავი და რო დამთავრდა Open Air-ი, აჩიკო მითხრა ეგეთი რაღაც რომ კლიპის გადასაღებად მივდივართ ბათუმში. მანქანით წავალთ კაბრიოლეტი და გზაში კლიპს გადავიღებთ. და თუ გცალიო წვანეთ ახს. თუ გცალიო წამოდიო ჩვენთან ერთად. გავერთობით გზა ბათუმი 3 დღე რაღაც გადავიღებთ, იუგო მოდის, ვიღებთ. კი ბატონო, დავთანხმდი, მივდივარ და შუა გზაში სადღაც გავაჩერე გზაში, რაც მოგვეწონა, ვაჩერებთ რაღაცებს ვიღებ და მაგ მომენტში მითხრა ჩვენი მენეჯერი ხო არ იქნება მოდიო. ვაუ, ნერვიული ხო, აი ხელის თხოვნა თან რაღაც აი ლამაზ ადგილას ვიყავით და მთელი ამბები. რა კლიპი იყო? Summertime. Okay. Summertime. რაღაც უნდა გავიხსენო. ის არის იყო ყველაზე ცნობილი რაც იყო დათო. ამანდას დათოსთან ერთად არის პროექტი, მაგრამ მაგის შემდეგი Hugo Zates წინა ვერსია. Hugo რაღაც მომენტში შეიძლება იმდენი სხვა. Zatikos. იმდენი სხვაობა, მაშინ Zatiko არის, მაგ დროს ალბათ 11 წელს. არა, 11 ცოტა ხუმრობ, მაგრამ არა, რატო ხუმრობ? გიორგი ზათიაშვილზე ლაპარაკი. გიორგი ზათიაშვილზე ლაპარაკი, რომელიც ვიზუალურ და შინაარსობრივ ნაწილს ძალიან ხშირად განსაზღვრავს, დაჟე რომ მოდიოდი აქ რა ჩავიცვა თქო, მკითხე და რაღაცა მითხრა და მე ცოტა რებელივით მოვიქეცი და აი რაღაცა და გამიხარდა რომ Circus Mircus-ის ყველა ვიდეო Zatikos-ი არა, მაგრამ Rust Glazer-ის გადაღებული. ძველი ვიდეოები Rust Glazer-ის არის. რაღაცებზე ლაპარაკობთ რომ მინდა ცოტა ეს ერთი კლუბი და ის არის რა ალკორიმში ვიყიდე ხან იმაში ვიდეოებ რა ქვია. Whisky Cell-ში. Artford 700 ვარ მოცემ, შენს გასიმ. 1708
ხო, სანამ აი ბანემ ლაპარაკობთ რაღაცა სკავსზე. კოკა არის სმუკისთან რაღაცა მენეჯერო და ვეიპორია რატო არ არის ჩვენი სპონსორი გოგა? არ ვიცი, არ ვიყავი მაგითხვისთვის, ზუსტად არ დაგიმავალ და არ ვიცი, რაღაც საკონტაქტო ხო ეგრევე მეილი და მივწეროთ და გითხოთ რომ სათხარ. ჯო სითხეებიც გაგვითავდა. ოკეი. და მე ეს გადაცემა როდის გავა? ერთ-ოთხ კვირაში. ვიცი რა, შენი მაგდროის სითხეები უკვე ვაფშე გადაგდებული გეკნურა. შენი უნიკალურობა ხო მაგაშია რომ ყველაფერს აგვარებ. სტილო ზოგადად. სტილო, მაგრამ გამოდის 90. არტისტს უნდა ჯეროდეს რო ეგრეა. ხო, აი მე სულ მე მჯერა რომ შენ ყველაფერი შეგიძლია. ძალიან დიდი ბიჭო, ჩემ ახმაში კოკა ეგრე ის. ძალიან დიდი ხანია არ მინერვიულ, აი მოდ გულწრფელად გეტყვი რაღაცაზე რა. ძალიან დიდი ხანია არ მინერვიულია რომ რამე შეიძლება მოხდეს კონცერტზე. მიხარია. იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, ვინც უნდა ინერვიულოს პროსტო მაგაზე და იღებს ადრეს უმევნერვიულობდი და ადრე რომ ეთქვათ რომ აი 100% ყველაფერი კარგად იქნება, მაინც ნერვიულობდი. ეხა აი მაგან გამიარა რა, ვიცი რომ მივალ ესე უარაფროდ კონცერტზე და უარაფროდ დავბრუნდები კონცერტიდან. გულისხმობ, ანუ არ ვათრევ რაღაცებს, ნუ ეგ ერთი კომფორტია, მაგრამ ყველაფერი რო კარგად ჩაივლის. თურმე ამას ტრეველი უნდა. ტრეველი. ჩემთვის ეგ არის. ტრეველი, ერთი ტრეველი გაგვიძრა. სტოქტონ ტრეველი. კი, სტოქტონ ტრეველი. სტოქტონ ტრეველი გვიყვარს. რამე კომპანია გააკეთე ტრეველინგის და ვიღაცები ბურჭულაძე და ვიღაცები გვყავს ჩასაწერი. ზაზა ბურჭულაძე მინდა, მაგრამ გერმანიაში ერთი წური გჭირდება, ერთი 3 არტისტი უნდა ჩავწერო თავის. კაი, რაღაცა გავწყვიტეთ. ჩემოდნებს მე გავაწე. ხო და შენ რომ მითხარი ყველაფერს ასე. ჩემოდნები ძალიან კაი. გოგამ ჩამაწვეთა ჩემოდნების ამბავი. რაც შეეხება ყველაფერს ასრება, ცოტა ხანდახან მაქვს. ნუ თავიდან არ იყო ეგრე, მე ძალიან ბევრი მიმართულება განვითარდა, ჩვენი გუნდი ძალიან გაიზარდა. თავიდან მე და ზუკა ვიყავი და ეხლა 9 კაცი არის ჩემ გარდა. მაგრამ ხანდახან არის გახსოვთ არა, სასაცილო გახსოვთ თქვენ რო გეკითხეთ, მე მახსოვს თქვენი ბავშვობის სათამაშო რო იყო, ნუ პაგაძის კვერცხები რო ვარდება და ეს რო დაიჭირო პეცსადო. უნდა განახო. არ არსებობს გააკ, ხო? ხანდახან არის რომ მაგ რეჟიმში ვარ, რომ კვერცხი არ დავარდეს და ვიცა მიდი დაიჭირე. ხო და შენი უნიკალურობა ხო მაგაშია, რომ დიდი ზირითადი ნაწილია ნიუანსებიანად ყველაფერს აკონტროლებ. ისე როგორც უნდა აკონტროლებდეს. არ არსებობს. ზმუკი აქ დახატული ეგეთ. მე ვიცი თამაშს თავდა ეხა მაგას და. გაიგე? ხო და მაგაშია შენი ხიბლიც თქო, რომ ზირითად პრობლემია ნიუანსებიანად ყველაფერი აჟურშია თქო. ვცდილობთ რომ ეგ იყოს. ეგ იმაზე მეტყველებს, რომ გიყვარს რასაც აკეთებ და არ აკეთებ. ეგ ერთია და ზედმეც არიღებს თავის თავზე ეგ შევამჩნიე რა. ანუ რა ნაწილში არიღებს? ანუ ხო შეუძლია რომ კიდე რაღაცები აიღოს საქმე, მაგრამ ზუსტად რასაც უმკლავდება, იმას კიდევს ხელს. ხო, მაგრამ გენაცვალე 5 თუ რამდენი ბენდი ყავს? 4 მყავს. ჩამოთვალოთ ვინ არიან? სირკუს მირკუსი, ბედფორდ ფოლსი, კორძი, მოკუმოკუ. 4 დიდი ყველაზე თითქმის. რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ კიდე ერთი ბენდი აიყვანო, ვთქვათ. მიფიქრია მაგაზე და იცი რა არის, რაც დრო გადის. თავიდან ხო ესე დაიწყო, რომ ბოლო პერიოდში ჯერ მოკუმოკუს მერე იყო სირკუს მირკუსი, მერე გამიშთა კორძი, მერე ბედფორდ ფოლსი და არ იყო დიდი პაუზები, არ ვიტყვი რომ ძალიან დიდი პაუზები. მალე მოხდა, ხო. შორის და მეგონა რომ ეგ ტემპი ეგრე გაგრძელდებოდა. უბრალოდ ჩვენი მუშაობა ამ ბენდებთან ამ დროში თვისობრივად შეიცვალა იმ ნაწილში, რომ თავიდან რაც გვიგონა ჩვენი საქმიანობის არეალი, მერე ავტომატურად ძალიან გაფართოვდა. მოითხოვა რომ კიდე მეტი ჩართულობა და ეხა იმ ხელა ჩართულობას მოითხოვს და ჩვენს გონია რომ პროსტ ხარისხობრივად თუ არ გაიზარდე. როგორც ბენდს უნდა ისე კომპანიას რომელიც მას ემსახურება. მე ძალიან რთული არის და ეხა რა ეტაპზეც ვარ არის რომ ძალიან დიდ დროს და რესურსს მოითხოვს ის რომ ის სტანდარტები რომელსაც ჩვენ საკუთარ თავს აუწევ და ასევე მუსიკოსებისგან მოდის აწეული სტანდარტი. ეგ დააკმაყოფილდა. ანუ სტანდარტ მაგიდო კი. ეხა უყურე. ეგ ჩემი არეალი, ჩემი საქმე რა ყოფილიყო იგივე, რაც მაგალითად მე ჩემ თავს მივცემდი 3 წლის წინ, როცა ეს როსტერი 4 ერთად შეიკრა. მაშინ კიდე გავაგზელებდი. ეხა მინდა რომ რაღაცა არსებობდეს უფრო ჩამოყალიბებული გზა, რომელიც გაკვალული, იმიტომ რომ მაგალითად რომ ახალი ბენდი რომელიც წარმოადგენია არის ბენდი რომელსაც უფრო მეტი განვითარება ჭირდება ვიდრე იმ ბენდებს რომელთანაც მე მუშაობ ეხა, რომ ვიცოდე რომ მაქვს რაღაცა
პლატფორმა, სიგლაბუსი, რაღაცა ფორმატი, რომელზეც ამბობ დავსვავთ ერთად ყველა, დავჯდებით და ავტომატურად რაღაც განვითარება იქნება. თუ ამან მოითხოვა იმხელა ჩართულობა, რამხელაც სხვა ბენდებთან გვაქვს. მაშინ ზუსტად ვიცი რომ სადღაც რაღაცას მოვაკლებ. მიუხედავად იმისა, 9 კაციანი გუნდი ვართ, მაინც შენ ხარ ყველა ბენჩში ჩართული. ეგრე უკვე აღარ ვიტყოდი, იყო მეტი ჩართულობა. არ ვიცი, ეხლა რავი, კოკა, მე რამხელა დროსაც მithმობ ყოველ დღე დღის მანძილზე, არ ვიცი, როგორ ყოფნის დანარჩენზე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ შენ ხარ ჩართული, შენი კომუნიკაციის გარეშე არ ხდება არც ერთი კონცერტი და თითქმის რეპეტიცია. კი და მაშინ იყო ადრე სხვანაირად რომ ყველაფერში მე ვიყავი ჩართული. მე მივხვდი რომ ფიზიკურად შეუძლებელია, გარდა ამისა არ აძლევს სხვა ადამიანებს წესერად განვითარების საშუალებას, მაგრამ ეს არც არავის არ უსწავლებია ჩვენთვის. ახლა რაღაცას შეიძლება მენეჯმენტი, ლიდერშიპი, რაღაცები კურსებზე ერო ისო. არ ვარ დარწმუნებული რომ ეს არის ის რაც აუცილებლად მოერგება ყველაფერს და ამიტომ ეს კომპანია რაც გავაკეთეთ და სადამდეც მოვედით, ძირითადად ცოტა ფრისტაილი იყო ყველაფერი და ჩვენს ინტუიციაზე იყო დამოკიდებული, რომ გონი ახლა მოდი ამის დროა. კითხა, ვიღაცამ კითხა შარვაშა, ვიღაცამ კითხა, რომ სად ისწავლე, სად დაამთავრეოს და არაფერი არ მისწავლე არსად და არც ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სადმე არსებობს ესეთი კურსი, რომ წავალ და ვისწავლე და ჩამოვალ და იმდენად მოერგება, რომ კიდე 1-3 ჩქარა განვითარდებით. გონია რომ ეგ არ არის და ხო და ეხლა მეტი დელეგირება, ყველა ვარიანტში მეტი დელეგირება, ამ ფესტივალმა მაჩვენა ძალიან კარგად ის, რომ მაქსიმალურად ვეცადე, რომ ჩართული ყოფილიყავ მუსიკალურ ნაწილებში, და ძალიან მნიშვნელოვანი რას მივხვდი, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად მე ვერ ვწვდები უკვე რაღაცებს ამდენ საქმეს. მან მე მივხვდი, რომ თავარი რა იყო ჩემი როლი და რა იყო თავარი ჩემი საქმიანობაში და მე ყოველთვის ეგრე ხვდებოდი, რომ მუსიკოსებთან ინტერაქცია. იმიტომ რომ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ძალიან ბევრი საქმე რო იყო დავკარგე ჩემ თავარი ნაწილი, რაც იყო მუსიკოსებთან და მუსიკოსებთან ურთიერთობა, იმინა ურთიერთობას მოიცავს. აი, პირადი ურთიერთობის ამბავია, თორე ინგრევა რა. მაგას ვამბობ და შევატყე რომ ყოფილა ეჭვიანობები რამდენი ყოფილა იცი და თან რავი, ყველანი როგორც დედას ისე აღვიქვავთ რა, ყველა ბიჭო, ძუძუები გა. ორი რაღაცა დედაზე გამახსენდა, ერთი არის რომ დღეს მარის უხეშვილთან ერთად ვიყავი და მეუბნებოდი რომ ზმუგში მიდივარ და არ ვიცი რაღაც სასაცილო მინდა გავიხსენო მეთქი და რომ მოვყვეთ და ვერ ვიხსენებ თქო და მე მოვაყოლე ის მასწავლებლებზე რო იყო ლექსი რომ ბენდ მენეჯერი ზოგჯერ უშვილო მაგრამ 1000 ბავშვის შობელი ეგ და მითხრა ეგ თქვიო და ვამბობ და მეორე არის ვიკიპედიაზე რო ჩაწერო არტისტ მენეჯერი ტალენტ მენეჯერი სტატია არის და რაღაც მომენტი წერია რომ pseudo parental relationships pseudo მშობლის დამოკიდებულება გაგდა არის ეჭვიანობა ის არის და მანდ მივხვდი რომ კი, კარგია განვითარება პროექტები, კარგია რაღაცა ფინანსური განვითარებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს თუ დაკარგე, რომლიდანაც ყველაფერი დაიწყო და საიდანაც ამოვიდა, არ იმუშავებს არაფერი და მაგიტომ მივხვდი, რომ აუცილებელია დელეგირება, რაღაც ნაწილებში უნდა ვიყო ჩართული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა იხარშებოდე ამ იმაში, თორე მე ისიც ვიცი შენზე, რომ даже წარმატებული კონცერტის მერე პირადულად მასაჟებსაც აკეთებ. კონცერტი არა, ეგ არის დეზინფორმაცია, ეს არის დეზინფორმაცია, შავი პიარი. ადრე ეგ ჩაიკეტა უკვე კანალი ანუ ბენდები რო დაემატა მან მივხვდი რომ ამდენი შანსია ვიბინე მაშინ ანუ სირკუს მირკუსის ვიდეოებს ერთ პერიოდი იყო რომ პანდემიის დროს თვეში ერთ ვიდეოს ვდები აი აპლოუდზე რომ მიდიოდა რენდერზე რომ მიდიოდა ვიდეო რომ დამტკიცებული რო იყო პარალელურად ნიკუშა ნიკა იყო ძრავი ამ ყველაფრის და მაგიტო იყო თორე ის კი არა პროსტა ნიკა არა მართლა რაღაც ფენომენალური ენერგიით იყო და მე ცოტა მეშინო და მაგ პერიოდში არ ვიყავი სამუშაო მოდელში ეგრე ჩართული რა ცოტა მაინც ნელომუშაობდი და აი ყველაფერი რომ იმ წამს უნდა და ცოტა მძაბავდა მაგ დროს უკვე სობერი ხარ არა მაგრამ ნუ მართლა აკეთებდა მუსიკა მოვიდოდა და აი ტრეკი გვაქვს დავა ვიდეო დღეს არის ტრეკი ხვალ ვიდეო გადავიღოთ და ხვალ ვიდეოს გადაიღო და მოდის ზეგ და ტრეკი მაქვს და დავა ეს და ცოტა მეშინოდა, ცოტა არ შემეძლო. თან ხო ის პანდემია არის. რაღაცა ისეც მინდა რომ მოვკვდე ცოტა. ხო, მეც მინდა თან რაღაც ჩემი დრამა მაქვს, რაღაც ყველაფერი ხდება და არ შეგილია რა ესე ჩქარა მუშაობა და ეს იყო წამყვანი ძალა მაგნაწილში და მაგიტო და იმსახურება. ხო და კიდე მეორე მაინტერესებს, რამე თუ იქნება იმის საშუალება, როდესმე რომ ესე ჩემ როგორც სოლო კარიერას, ან როგორც მსახიობის მენეჯერი, სადმე რამე საკვალში დამიდგე. აუცილებლად როგორ არა. ვაფშე იფიქრე მაგაზე. ეგ განვითარების გზა არსებობს
სპორტული მიმართულებითაც. ნებისმიერი მიმართულებითაც, იმიტომ რომ ყოველთვის როცა არსებობს მართლა გეკითხები, კი არა და მართლა ვიცახ. მართლა გოგა უთხარ რომ მართლა ვამ. პროსა ის არ გამიხეთ კედელთან მიმაყენა ახლა და შეობე ძმა ხო მითხარ ჩაწერილი არის. სტოქტონის როსტერი როცერი არა მოკუ სირკუზე და ბახალა. არ მეკუთვნის ისე შეჩება. თან არც Facebook-ზე რომ დავაწერო ახლა იმაში occupation-ში ბახალა რომ მივამატო. ყველაზე პირველი ეგ გამოჩნდება. კი რა თქმა უნდა. ყველაზე იქნება რომ ჯერ ბახალა და მერე სხვა ყველა და. ჩემნაირი ბრენდი რომელი ხარ ეს? რეალურად სისტემა ერდა იგივეა, ხო, რა მნიშვნელობა ბენდის მენეჯერი ხარ თუ მაგრამ ლოკალურად არ მინდა მე საზღვრებს გარეთ. არა, მე ვისაც ვიმუშავებ, ყველას ლოკალურად უნდა ხოლმე და. აკითო. არა, სადმე იქ გაასწორებ და ისკენ. ანუ ნებისმიერ საზღვრებს გარეთ. კი ბატონო, კი ბატონო. არ ვიცი, პრეს-ცენტრს დავკავშირდით და მიშორებს. გადაგამისამართები შესაბამის დეპარტამენტებში. ბიჭო, ეხა ამ წლის ბიუჯეტები პროსტო. აუ, ისე ამ წლის ბიუჯეტებში ძალიან უხერხულად ისვქენით, რა ქვია, ეხა სარეკლამო მიმართულებაში ძალიან ჭახი. მოდი რა, პირველ რიგში აუხსენი ხალხს რამ ხელმისაწვდომობა აქვს, რა ქვია, იმას გამოწერას. ძალიან დიდი მნიშვნელობა გამოწერას. აუხსნეთ კარგად რა. იცი რა არის, გამოწერის გარეშე ეს არის რომ ორი ადამიანი ზის და ტყუილა კარგავს თავის დროსა და თქვენს გაკარგინებ დროს. ხო, მაგრამ სად მიდის, ანუ რატო პროსტო ის ხო არ არის რომ ბევრი ადამიანი გიყურებს, რაღაცა ხო მოაქვს ამ გამოწერას. აუცილებლად რაღაც მოაქვს. ბევრი რაღაც მოაქვს, ალგორითმისთვისაც მოაქვს. third party სხვა ადამიანებისთვის რაღაც ვალიდაცია მოაქვს, საბოლოო ჯამში რო იძახიან რაღაც სპონსორებზე რო არის კითხვის ნიშნები ხოლმე. ეგ ხშირად მიმული არის რაღაც მარტივ ციფრებთან, რომელიც ამ შემთხვევაში გამოწერა არის, გამოწერის ზრდა ასევე გამოიწევს ნახვების ზრდას და ხშირად ხვდება ხოლმე კომენტარებში გულშემატკივრები, ზუსტად ისინი ნერვიულობენ სპონსორების ამბავს, როგორც ხო, ზუსტად. და უფრო დიდხანს იარსებებს ზმუკი რა, ეხლა ცოტა ხანში ეგრე მოგბეზდება რა. და კიდე ერთი ინდივიდუალური მინდა ჩავამატო, რომ ასევე პოდკასტია ძალიან საყვარელი წინასწარ თუ გაქვთ ნანახი და მაგასაც ასევე ჭირდება იქ. არ ვიცი, მართლა? წინასწარ დათუნაშვილის, დათოს. ძალიან კაი უყურე. მართლა დღეს ნახავ. მაგასაც ასევე ჭირდება მხარდაჭერა. კი. ყველა ჭირდება მხარდაჭერა. მხარდაჭერის გარეშე ვის არ ჭირდება მხარდაჭერა? ყველა ჭირდება ხო რეალურად რა. ანუ ზუსტად იგივე მოდელი. ჩვენ აი ესე მარტივი ფორმით, ნუ ეხლა სპონსორების შემდეგი ეტაპია, მაგრამ პირველ რიგში სპონსორი აქცევს ყურადღებას, რაოდენობას, ნახვის და იმის გამომწერის. ციფრულ ერაში ყველას ჭირდება ეგ. ასე რომ თქვენ გამოგვიწერეთ, სპონსორი მოგხედავს თავისით. ეგრეა. მე მინდა მოვყვე შენი კიდე ახლა მოვჩებით მაგას დავამთავრებთ როგორ გაქვს დაალაგებული ის იმერჩენობაში შენი ძირითადი საქმე ეგ სასწაული რაღაცა ოცნება მართლა ეგ იყო რაღაცა წარმოუდგენელი იყო ძალიან გაგვიმართლა პანდემია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და მოკლედ ძალიან გაგვიმართლა რაჭრილში რომ პანდემიის დროს 2021-ში მე მგონი მეც და ჩემი მეგობარი ვეძებდით რაღაცა ბინას, იმიტომ რომ ცალსაკავ ცხოვრობდით, პანდემია იყო 9 საათი. ჩემთან ცხოვრობდა. ხო, ნაწილობრივ ნიკასთან ცხოვრობდით, სევდიანი ცხოვრება იყო და თან 9 საათზე ყველა ვიკეტებოდით რაღაც და გადავწყვიტეთ რომ რამე დიდი ბინა გვეყო, სადაც მეც და ჩემი მეგობარი ირაკლიც გადავიდოდით ერთად. და ზუსტად ამ დროს მოკუმოკუ სარეპეტიციო ქონდა როკის სამინისტროში, ყველა მიცის როკის სამინისტრო ალბათ, რომელიც არის ძველი კინოსტუდიის შენობა, კომპლექსი, ჩვენ ვეძახდით როკის სამინისტროს. როკის სამინისტროს და მოკუმოკუ სარეპეტიციოს გვერდზე ოთახი ჩაინგრა. ანუ მიწა გაწურა. იატაკი ჩავარდა, ჩაიყოლა ყველაფერი, აჩიკოს მთელი სეტაპი ჩავიდა ქვევით და ნუ ვინერვიულა კი ჩვენი ოთახი არა, ჩვენ გვერდზე და გვეუბნებიან რომ თქვენი ოთახი რელსებზე არაფერი არ მოვა, მაგრამ მიდი და ეხა რეპეტიცია რელსებზე და ჩაინგრა და დამთო ამიტომ ავტომატურად გამოჩნდა ის, რომ ვეძებდით ორდით ბინასაც ორი კაცი ვიცხოვრებდით და პლუს ვეძებდით სადმე სარეპეტიციოც რო ქონოდა წარმოუდგენელი იყო. ყოველთვის ვეძებდი ქალაქგარეთ, იმიტომ რომ როგორ ნეხმაურო, ქროყანა რაღაცებს ვეძებდით. და ამოვატრიალი საიტები, არაფერი არ იყო. ირაკლის უთხარი რომ მეთქი უზი შანსი არ არის. დაივიწყე ეს ყველაფერი. შევედი რა my home რაც იყო სტანდარტულად ყველაფერი გავაკეთე, არაფერი საინტერესო, უზარმაზე ცეცხლის ფასი ღირდა და მე უზი მაიცე მე ვნახავ და შევიდა name dropping-ი უნდა მართლა უზი ვნახა უზარმაზე. სხვა საიტზე შევიდა და აი სპონსორები რო იქნებიან მე ვიტყვი რა საიტებია. და შევიდა ამ საიტზე და იპოვა პირველივე ეს სახლი.
და რომ მივედით, აი თავიდან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიმზიდველი ფასი გითხოს ქირეობაზე, აი თავიდან მაინც ვერ წარმოვიდგინეთ, ხო იცი ამ ხელა მოდელი, იმიტომ რომ გვინდოდა რეალურად ორი კაცი ცხოვრება და ერთი სტუდია და კიდე მაგის გარდა არის ორი სართული. და როგორ უნდა დატვირთო ეს ორი სართული არ იცი, მაშინ ვიყავით მაჩაბელზე ქონდა ოფისი ერთიანი Stockton-ს, Alter Vision-ს და Colabas, მანდაც რაღაც პირობების ცვლილება დაემთხვა და მოკლედ გადავწყვეტე რომ გაგვეკეთებინა პროექტი, სადაც ამ სახლში, რომელიც არის 3 სართული პლუს მინუს 1 სართული, ამ ჯამში 4 სართული, გადმოვსულიყავით და აი აღმოჩნდა ალბათ ერთ-ერთი განმაპირობებელი კომპანიის დის და განვითარების, იმიტომ რომ ერთ ჭერქვეშ როცა არის სტუდიაც და ზუსტად ის რაც ლაპარაკობ მუსიკოსებთან კავშირის შენარჩუნება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სტუდია და ის ერთად იყო, არ ნიშნავს რომ მე ვახერხებდი ამას და რაღაც მომენტში მე ხო იცი რომ წევ ხარ შენთვის და დაღლელი ხარ რაღაცა იმუშავე და რეპეტიციები ხშირ შემთხვევაში 8 კაციანი რეპეტიცია როცა არის საღამოს 9 საათზე და აი უკვე ვეღარ წევ თავს თუ რაღაც ეგეთი და ყოფილა მაგის გააზრება რომ მე არ არის სწორი, არ იმუშავებს ეგრე. მიუხედავად იმისა, ყველა სჭირდება ეს და იმას კი არ ვიძახი რომ ამის რეალიზაცია როგორც კი რეალიზება როგორც კი მოხდა ეგრევე გამოვასწორე, არა. მაგრამ მგონია რომ დღითი დღე იგრძნობა. სულ მაგ იქ თავში. ყველასთან, ანუ ყველა ჩემს მუსიკოსთან ვისთანაც მიმუშავე, ალბათ იტყვის რომ ეს არის რა კომუნიკაციის ეს რომ ხან მეტია, ხან ნაკლებია და ყველასთან მქონია წყვეტა, მაგრამ ეხლა ვცდილობ მაქსიმალურად ვცდილობ რომ უფრო მეტი და როკის სამინისტრო ახსენდა. შენი აზრით როკის მინისტრი ვინ არის დღეს? მე ვიტყოდი რომ ეს არის დღეს როკის მინისტრი. პრემიერი როკის პრემიერი. ბიჭო ამ პრემიერის იმის მაგრამ ეშინია რა. ანუ ჩვენ დარგში ხარ მინისტრი გენას. და ხო ვიძახის როკა პრემიერი არის და მოდი დაიწყოს როკის პრემიერი. იყოს როკის პრემიერი. მართლა ხარ. ისა რა ქვია, მოდი ის დავამთავროთ ის სახლის ამბავი და რა ხდება კიდე სტუდიის და ეხლა უყურე რა ხდება სარეპეტიციოს ხო. რომელიც შენც კარგად იცი და თან ვიცი მე მომწონს შენ როგორც იცოდი თავიდან დაუსწრებლად რო იცოდი და აი მართლა საოცნებოა ეგ. და მე ძალიან მომწონდა ეგ რომ შენგან ვიცოდი კიდე რამდენიმე კაცისგან ვიცოდი რომ ეს არ იყვნენ ამყოფები და წარმოიდგინეთ როგორც რაღაცა ძალიან უცხო და საინტერესო რაც მერიდება ხოლმე თქმა რაღაცეების იმაზე, მაგრამ ეგრე არის. ეგრეა. ნახდეთ ეგრე არის. ანუ არის -1 სარეპეტიციო სივრცე და ესეც რაღაცა ტრივიალური იმით დაიწყო, რომ რაღაცა გვინდოდა მოკუმოკუ წავსულიყავით სადღაც ერთად, კახეთში პირობითად და რაღაცა ერთმანეთთან რაღაც team building-ი დაარქვა. რაღაც ეგეთი experience ქონოდა და ბოლო წამს რაღაც ის გამო ჩაიშალა და გადავწყვიტეთ ეგეთი რაღაც, რომ მოდი ჩვენთან სარეპეტიციოში დავუძახოთ მეგობრებს. და დავუკრათ, გავჯემოთ რაღაცა და მოვივიდეს ხალხი. მაშინ პატარა ოთახები იყო გვერდზე, რომელიც ყოფილი ჯაკუზის საუნა, რომელსაც არ ფუნქციური არასდროს არ ყოფილა. ეგ რაღაც ასმელები დავაკეთ და ხო, მოვიდა 30 კაცს და თან მეშინოდა ბევრი ხალხის თქმის და რაღაცა 20 კაცს უთხარით, 25 კაცს უთხარით და ძალიან კარგი იყო და მაგვიბიც გაიმსკერო და დაგვეწყო ხაზი ივენთების, რომელიც თან მიმული იქნებოდა იმასთან, რომ რაღაც საერთაშორისო არტისტებს მათთვის საყვარელს რო ჩამოიყვანდი რაღაც გარკვეული ზომის არ მაქვს საუბარი რაღაც უზარმაზარ ტიპებს. მე მოსულიყო ჩვენთან რაღაც ჯემი ქონოდა ეს. მე ტევადობას ვთქვათ. ტევადობა სტუდიის ესე თვითონ სტუდია ოთახის ალბათ 70-80 კაცი არის, როცა ფექტარი. შვენიერი ეგეთი. თუმცა სტუმრების რაოდენობა არის 100. მეტი ხო არის ზევით არ ცირკულირებს რა. 100-150 მეტრო გარეთ ეზოა ყველა მთლიან ლაივს არის მენს ხან ძირთად ორი ბენდი იყო ხოლმე და ეს როტაცია ხდება და მივიღეთ უცებ ივენთების სერია, და იდეალური სატუსაო ადგილი. ხო, რომელიც შედიხარ უცებ პატარა სახლში, ჯერ ყოველთვის ამ სახლის ფართის რაღაცა სხვანაირი ის ქონდა ხოლმე რა, მიზიდულობა და აქ არის შედიხარ, ჩადიხარ ქვევით და უცებ ხდება 8 კაციანი ბენდი. და სრულია იდეალურად გახმოვანებული ის და რომელიც მოლოდინი საერთოდ არ გაქვს მაგ სახლში როცა შედიხარ. და ეგ არის მოლოდინობის ეფექტი ძალიან დიდ როლს თამაშობს. ანუ სარეპეტიციოში ადგები ბენს ხდები, ეგ არის ძალიან მაგარი რაღაცა, იმიტომ რომ სარეპეტიციოში რასაც უკრავდა, როგორც უკრავ. რა თქმა უნდა. მაგის ნახევარსაც ვერ უკრავ სცენაზე. რა თქმა უნდა და ეგ იყო რომ მოდი ჩვენთან რაღაცა open kitchen-ი გვაქვს და გვეყურე შენ სამზარეულოში ატრაკებს შეჩემა, სადაც კაი ისე ხარ, იდეალურად სახში ხარ რა. შენ მოედანზე ხდება. და გამოვიდა ძალიან კარგი. ეგ არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროექტი. განსაკუთრებით მიყვარს რომ სრულიად random უცხოელი მეგობრები რომ მოდიან, რომ რაღაც ჩამულენ და მოყავდა ისინი კიდე უფრო წარმოდგენა რა აქვთ რა ხდება და ამ დროს ხარისხიანი მუსიკალური პროდუქტი რო ხდება რომლისთვისაც როცა მოდიხარ 70 კაციან სივრცეში და შესული ხარ აქ
ბევრად უფრო მომზადებული ხარ მოსასმენად, ვიდრე მაგალითად დიდ ვენიუზე რო ხარ, აი ხო ხვდები. კი, ვისაც ლაპარაკი კონცენტრაციას უნდა ავაზე, ვიდრე ლაპარაკებს, მოწევს სიგარეტს, არ ვიცი რაც უნდა გააკეთებს, მაგრამ მე მანდ რა ლაივებს მოვისმინე, ძალიან ბევრი ისეთი ლაივი იყო, რომელიც მგონია რომ ეგეთი კარგი მაგბენდის ლაივი არ მომისმენია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი ლაივი მომისმენია მაგბენდების და თან მე ძალიან მომწონს ის, რომ ეს ადამიანები მოსულები არიან, ხშირ შემთხვევაში თავიდან იყო მოკუმოკუ ინვაიცი და მე უბრალოდ სტოქტონი შეიცვალა, რომ უბრალოდ მოკუმოკუ ჩათვალა, რომ უკვე რაღაც დასვენება უნდა და უფრო გაგვეფართოვებინა ფორმატი და მახსოვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მოდის და მაგალითად იყო რა, Afternoon Change ლაივი იყო, აი, ძალიან მაგარი. შოკის მომგვრელი. ეგეთი ლაივი ძალიან ცოტა მახსოვს საერთოდ და ძალიან ემოციური, ორივე მხრიდან. და იგზნობოდა აქედანაც და ეს ხალხის ალბათ 70 კაცი რო იდგა, ალბათ 55 პირველად ისმენდა Afternoon Change და იმდენად მაგარი უკავშირი რეაქცია ქონდა ხალხისგან, რომ აი რო ხედავ ადამიანები რო უკრავენ და რაღაცა ემოცია აწერენ სახეზე განსაკუთრებული. ან ხვდები რომ ის magic, ის მაგია. კი, მოხდა, ხო. რაზეც დგას ვაფშე მთელი ეს ამბავი. ხო არ არის მარტო დაუკარაღած, ყოველთვის არის განსაკუთრებული არის მაგია და ეს მაგია მან რაც ვნახე და ბევრ შემთხვევაში მინახავს, ეგ არის ხოლმე ჩემს ყველა საყვარელი რაღაც. მათ გავარ ხოლმე რაღაცა თან headbang თავს ვაქნევ და რაღაც, მაგრამ თან სიამაყე ხანდახან არის როს გაჩერებული. მართლა გეუბნები, მე ხო რაღაცა ჩემი არ არის და ჩემი ის არ არის, რა ქვია, კავშირი მაგასთან ესეთი არაფერი მეგობრულის გარდა, მაგრამ აი რავი, ნო იდეალური, რასაც ქვია, ეგ არის. რა, აი მთელი ჩვენი გამოცდილებაში პატარა კლუბები ან გიარას ციდახტაროს არაპეციოში რო სხვა, აი ეგ ყველაფერი გაერთიანებულია და იდეალური ხარისხით. საუნდი თუ გინდა რომ კარგი მოისმინო, რამდენი სივრცე გვაქვს, მაგრამ ეგეთი არსად არ არის. ხო, იმიტომ რომ პატარა სივრცეში ბევრად მარტივია საუნდის აყენებიც უზარმაზარ იმაზე აკეთებ და თან დგას ის საუნდ სისტემა სულ იქ მორგებული გვაქვს. ტოპ პროფესიონალები მუშაობენ. შენი აპარატურა, სტილი, ანუ წარმოვიდგინე სულ რაზეც რეპეტიციო იგივე არის. ანუ არაფერი ერთ-ერთი ცოტა უნდა შეტრიალდე, რომ ხალხისკენ. ხო. და სხვათა შორის დავდოთ მაშინ რომელიმე ვიდეო ინვაიციდან. ხო, გვაქვს რამე ვიდეოები. versions live არის ვიდეო არის ძალიან მაგარი. აი, დავდოთ. ყველა ვიდეო ყველაფერს ვიწერთ, აუდიოს და ვიდეოს ვიწერთ, პლუს ამ შოუების მთელი აზრი ეგ არის, რომ გვაქვს ჩანაწერი და მეც მაქვს ეგ პრობლემა, როგორც თქვენ რაღაცებს აკეთებ და მე არ დევს. ჩვენც გვაქვს ეგ პრობლემა. მოდი მოყვეთ, ბარემ. ეხლა გადაუხვიოთ თუ მე. როცა გაგიხარდება, რას გაგიხარდება? რო ვაკეთებ და ავდებთ. რო ვაკეთებ და ავდებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დაგაზარებს, რომ დადო. არა, ეს გამოსული უნდა იყოს, სანამ ეს დაიდება. კაი, მაშინ თქვათ, რომ გამოსულია და გამოსულია და ლინკი მიედება. მინიმუმ ორ ლინკს ვდავებთ. ერთი არის ინვაიცის ლინკი, მეორე არის გადაცემა. გადაცემა იყო, რომ მოკლედ რაღაც მომენტში მივხვდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქმეს, რასაც აკეთებ, ამის მიწოდება ხალხამდე. ვინც აქტიური მსმენელია, ის პირდაპირ ხვდება და იმას არ ჭირდება, მაგალითად, არც სტატია, არც რაღაც რო გაშიფროს რას აკეთებ. დაარელიზებ ტრეკებს, მოусმენს, იცის რომ ტრეკი დაარელიზე, ნახა რომ სტოქტონია, ნახა რომ ეს, ანუ ყველაფერი თვითონ იცის, მაგრამ თლად ეგრე არ მუშაობს, როცა გინდა რომ უფრო ფართო აუდიტორიას გახვიდე, ჭირდება სწორი კომუნიკაცია, რომელშიც მე პირადად ძალიან სუსტი ვარ და ძალიან კარგია რომ ეს პოდკასტი არსებობს, მაგაზე მიფიქრია რომ წარმოიდგინე. როგორ შეიცვალა ჩვენი ენა Facebook-ზე წერის. ჩემს 10 წლის წინანდელ სტატუსს რო დავინახავ, ძალიან თავისუფლად შემეძლო, მთელი აზრი გადმომეცა და არ მომერიდებოდა არავისი. რამდენად სულელურიც არ უნდა ყოფილიყო რაღაც, შემეძლო რა, დამეწერა რომ აი მეგობრებო რაღაც. ეხა როცა რაღაცას ვდებთ, აი ნიკა რამეს რო დებს, სმუკის იმას, თაგავსო. ერთი კაცი, ორი კაცი დათაგა. ძალიან ისეთი გახდა, იმიტომ რომ ცოტა ამხელა ტექსტებს ვწერთ, ცოტა პოლიტკორექტულობასაც მოიწ. პოლიტკორექტულობაც არის, ცოტა ექსტრა ხდება ამდენი ინციდაც აი სხვა ინფორმაცია რომ მოგდის და შენ კიდე ამხელა იმას რომ ურთავ, სულ გეუხერხულება და ბოდიში ხდი რომ ამხელა აი ესეთი ამბავია და ამიტომ ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, რაც ეხა ხდება, რომ ადამიანებს მიაწოდო ინფორმაცია და ჩვენც ვიყავით რაღაც მომენტში მისული იმაზე, რომ ძალიან კარგია, პროსტო გჭირდება რაღაც მედიასავით პლატფორმა რომლითაც რაღაცებს ვიზავდით და ამ მედია პლატფორმას მე ჭირდება შინაარსობრივი გამომდიდრებელები, უფრო ფან რაღაცები, რასაც შემოიტანს უფრო მხიარულებას და ხმენით. და მაგაზე ვფიქრობდით, რაღაც რა გავაკეთოთ გადაცემა და ვფიქრობდით იქ მე, ჯონდო, ცოტნე, სანდრო, ყველანი ერთად ვიყავით შეკრებილები და დავიწყეთ რომ რა იქნებოდა საინტერესო გადაცემა. და სხვათა შორის მე მგონი კაკრას ნიკას მაგალითზე გამახსენდა რომ ვიცი რომ თაროები აქვს მუსიკის, რომელიც გამოუცემელია არავის არ მოусმენია მის გარდა, გამოცემა კი არა, შუაგზაში მიტოვებულია, ზოგი ბოლომდე არის თითქმის მიყვანილისია მიტოვებული.
და გამახსენდა ეგ და მან მოვიფიქრეთ ეგეთი გადაცემის ფორმატი, სადაც ორი პროდიუსერი ხვდება ერთმანეთს და მუსიკოსი, რომელიც მუსიკას აკეთებს, ხო? აუდიო პროდიუსერი, რომელიც მუსიკას აკეთებს და დაჯდებიან ესე სადმე, დასხდებიან და ერთმანეთს უუტანენ ამ კარადებს. გამოუცემელი მუსიკის. და დასხდნენ პირველ გადაცემაში პილოტი გადავიღეთ, დასხდნენ ნიკა და დათო, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის წინ გადავიღეთ და იქ დათო ჯიქია, ოდიში. პირველად ვარ პოდკასტში. და დათო ჯიქია და ნიკა კოჩარავი დასხდნენ, მოასმენინეს ერთმანეთს თავიანთი გამოუცემელი ტრეკები, 10 ცალი დაუსრულებელი. და გადაცემის ფორმატი არის ესეთი, რომ მე უსმენ ნიკას ტრეკებს, ნიკა უსმენ ჩემ ტრეკებს, მე ვემნი ნიკა, აი ეს შენ ტრეკი მომწონს და მე მომეცი. მე ხამას წავიღებ და გავაკეთებ როგორც მინდა. არსებობს მსგავსი პროექტები, სადაც ორი ადამიანი რაღაც კოლაპს აკეთებს. მთელი ამ გადაცემის ხიბლი ჩემი აზრით არის ის, რომ ეს არ არის კლასიკური კოლაპი. კლასიკური კოლაპი არის, როცა ორი ადამიანი დაჯდება და ერთმანეთს უსმენ და კომპრომისები მიდის იქ, რომ იმას ისეთი უნდა საბოლოო ჯამში გამოიყვანენ საშუალოს ისეც, რომ ორივე მხარე საკმაყოფილებდეს. არა და შეიძლება კი ის ბევრი საერთო აქვს ამ ადამიანს, მაგრამ ბევრი განსხვავებელიც. ამიტომ აქ მთელი ხიბლი არის ის, რომ ნატო ეკითხება მე ნიკას, რომ ანუ მე ამას ახლა წავიღებ და რასაც მინდა იმას უზავ, ხო? და ნიკა ამას კი რასაც გინდა იმას უზავ. იგივე არის ნიკას შემთხვევაში. წაიღეს ეს ტრეკები. მე მეორე ეტაპი არის სტუდიაში ცალკე მუშაობს ნიკა, ცალკე დათო გაჩვენებენ რასაც უნდა ლაპარაკობენ. ერთში შედის ერთ გადაცემაში. ხო, გადაცემა არის სამნაწილიანი, პირველი მოსმენა, მეორე სტუდიური სამუშაო და მესამე არის ერთად მოსმენა. სატელევიზიო ფორმატში გინდოდა თუ ინტერნეტ ფორმატში. YouTube-ის ფორმატი, რომელიც ბზად არის ახლა და დაიდება დარწმუნებული ვარ. მე ხო იცი მე დეტალები გინდა რომ კლიპი იყოს იმავე ვიდეოზე, მარტივად ხო. ეგ პერფექციონიზმმა ბევრჯერ დამყუპა და მე მივხვდი რომ სწრაფი მოქმედება ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე პერფექციონიზმი. და საბოლოო ჯამში მესამე დასხდნენ ნიკა და დათო თან ძალიან საინტერესო ექსპერიენსი რომ ადამიანი უსმენს თავის დაწყებულს ვიღაცამ როგორ დაამთავრა ისე რომ შენ უკვე არანაირი უფლება არ გაქვს რომ სულ არ მოგწონდეს რამე ვერაფერს ვერ ცვი და რომ მოვიდა ტრეკები ვერ წარმომედგინა რომ ეგეთი კარგი შეიძლება გამოსულიყო ჩემთვის იდეა იყო ძალიან კარგი მაგრამ ყოველთვის კარგი იდეა არ ნიშნავს კარგ შედეგს მუსიკალურად ამ შემთხვევაში და მქონდა მაგის ეჭვი რომ ვიცოდი რომ კარგი იქნებოდა მაგრამ ეგეთი კარგი და ეგეთი განსხვავებული ორი ტრეკი თუ გამოვიდოდა მაქიდან საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი და ძალიან კარგია უბრალოდ იმიტომ არ დავდეთ თავიდან რომ ხო ის პილოტია ბევრი რაღაც გინდა რომ უკეთესად იყოს მაგრამ იმესმის ხო ამასობაში ვისწავლე ჯგუა და შემდეგში ამ პილოტს რომ ამას რომ დავდებთ უკვე შემდეგში უკვე გავითვალისწინებთ გადაღების დროს იმ დეტალებს და ანუ ფიქრობ გაგრძელებას თვითონ მარტო ერთჯერადი ეს არის აუცილებლად ხო სერია უნდა ერთი რაღაც მინდა თქვა მაგ გადაცემ გავაკეთე რა დათოს მე ავიღე დათოს ორი სიმღერა და ერთისგან კუპლეტი გავაკეთე მეორისგან მისამღერი და ნუ შეავაწყე და ვოკალი არ ქონდა და მეთქი ბარემ დათოს ვამღერებ თქო რა და ჩავწერე ეს და რო დავამთავრე ეს მაგ აი როგორ ვარ იცი რომ მეთქი აი ისე მომწონს რომ მეთქი ნუ აი ერთი სული მაქვს რომ მივიდე მოვასმენე რომ მეთქი ან მაი ის იმან ისე ხარ რა უნდა მომასმენინოს ამაზე უკეთესი რა უნდა ქნას და გამოგაყრება დედასფიცა ვარ აი სასწაული გამოვიდა აი იმინა სასწაულია მართლა ძალიან მაგარი ტრეკი და მე ჩემი გართობა იყო ხოლმე ადამიანებს მაგას ვასმე ესე მოვიდოდნენ ჩემთან ისტორიად უყვებოდი სანამ დამეწეოდა უკვე ქათი მე რატო არ შემხვდა ეგ ისტორია ჯერ არ დევს არს მაგრამ ესეც არ მოყოლდით ვიდეო ხვდები რომ გზელი მოსაყოლია და მაგიტო არ მოგიყევი ანუ აი ხა და მე ვყვები რომ ეს და ტრეკებს ვრთავ და ჯერ ერთი მე მეორე და ნუ ძალიან ეფექტური არის. ძალიან ეფექტურია და ეს ტრეკები, ანუ როგორ რაღაცა იცი, შეიძლება გადაცემას თავიდან არ უყურო, ტრეკი მოისმინო, ტრეკი მოგეწონოს, ამ ტრეკში მინიშნება არის ამ გადაცემაზე, demo days ერქმევა. პირდაპირ რაღაც დაიდება როგორც იქიდან იმ გადაცემის ნაწილი და მე ტრეკი რომ მოგწონს უკვე ძალიან და თუ გაინტერესებს ეგ ტრეკი როგორ შეიქმნა, შეიძლება უკვე დადებულზე რაღაც მიუბრუნდე ამას და ნახო რომ პროსტა რაღაც ექსპერიმენტის ფორმატში შეიქმნა ეს და გონია რომ კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ანუ ორი კი ხო, რაღაცა ისტორია უხდება ტრეკს რა. კი ბატონო და ველოდებოდი სინამდვილეში მოგს ველოდებოდი და არ მაღირსეთ ეს რომ ეს ყველაფერი მეთქვა და აჰა ვამბობ და რა ხან ვამბობ. რა კარგია, რამდენი რაღაცა ახალი მოდის. დედასფიცა აი მაგ ტრეკებს უსმენ პერიოდულად. რა იშვიათია ეგ. მე ისე ძალიან მიყვარს. და თუ რომ ამღერე მეზერდინე ფეშტენ კი ძალიან კაი ტრეკი. მე განსაკუთრებული ძალიან კაი. ერთი წამი. ეგ საერთოდ ჩვენი ანუ ერთხელ ვნახე როკვაზე და მე შენ დაგვაჯახე და მეორე თუ ნახე რომ ჩაკეთებული მაგ ჩაწერამდე არის ეგ. ეგ საერთოდ მაგით დავმეგობრდით.
და მე ვაფშე შაბათ-კვირას დავდიოდ ციხიდან რომ გადაიღე. ხო, შაბათ-კვირის რეჟიმი არის, შაბათ-კვირის რეჟიმი. და ფესტივალზე კოკა ვერ გავიგე მაგტრეკში. კოკა ვერ გაიგე. ხო, ალბათ. ბაგაჟია საქმე. ველოდებოდი მაგას და ყველა ეთყობა. თვალები დავხუჭე და იცი რა მოხდა? ყველა ელოდებოდა რომ სხვა იტყოდა რა. არ ვიცი ხა შეახოცეთ ერთმანეთს ხელები იმიტომ რომ მე არ ვიყავი იქ. და ბახალა გავიგე სხვადასხვა ვიყავ. ხო და არ ვიცი რამე შეიცვალა თუ რაღაცა, არ ვიცი შეიძლება რაღაცა ქოცნები. დამოკიდებულებაშიც. ხო, რაღაცა დავაშავე იქ. ალბათ. დაწყენები არის რაღაც ნაწილში. აი იმას შუტურა რომ რაღაცაზე დაწყენია. კი, და და მოჯვი შენც ერთად. აქ უკუღმა არის თქვენი მხრიდან მოწამოსული იყო პროსტა იქ. თქვენი ყავით. მე არ ვიცოდი. ნიკა იყო ნაწყენი, ნიკა. ნო, შუტურა ნიკა ეს. აი ხანია შენზე ნაწყენი არ ყოფილა. და რაზე ყოფილ ხარ ისე? რა პატარ რაღაცა. ნუ რაღაცა თქვით. არა, ესე აბერ გავიხსენებ ნამდვილად. აი რაღაცა ცოლქმრულ პონჩი ბრაზდები. მე მახსოვს რაც იყავი ნაწყენი, რაღაცა იყო და ენთუზიაზმით არ შევხვდი რაღაც მუსიკალურ ახალშენ წამოწყებას და ეგ იყო. აბა, მაგაზე უარეს ვერაფერს ვერ იზავ შენ დამიჯერე. ხო, მაგრამ მე ცოტა ჩემი პოზიცია იყო ის რომ მე რატო არ მითხარით რომ აკეთებდი და თავიდანვე გეკ ხო იცი პოსტფაქტუმ გავიგე. ეს ყველაფერი პოსტფაქტუმ გავიგე და ეგ იყო და მე დავლაგდით. აი ხო ისწავლა მე ჯერ უნდა გააგებინოს მე გააკეთოს რა გინდა. ეგრე ასწავლია ხოლმე იმას. ველურებს. სერიოზული კითხვა დაგისვა. აუ. გე ხო, თელი ცხოვრება იმის ლაპარაკი მიდის, რომ საქართველო აი პატარა არ აქვს მნიშვნელობა საქართველოა თუ რა არის პატარა ქვეყანა, არ აქვს იმის შანსი, რომ შოუ ბიზნესი, რაღაც მუსიკ ბიზნესი განვითარდეს რა. და ეხლა მე ჩემი აზრი მაქვს რა და შენი აზრი მაინტერესებს ხარ სადღაცა სტოქტონის იმითი რა ქვია, მადლით კი არა რა ქვია. ხარჯზე რაღაცები გამოჩნდა რა და როგორ ფიქრობ პატარა ქვეყანას აქვს შანსი რომ აი მუსიკოს რომ იცხოვროს მუსიკით. კარგი კითხვა, გმადლობ რომ მკითხე. ეგრე იწყებოდა ჩვენი ძველი სირკუსის სასაცილო ინტერვიუები. ეხლა მივხვდი იმას რომ არ გვითქვამ საერთოდ რას გულისხმობს ეს სტოქტონი და მოდი მაგას მოვყვე, იმიტომ რომ უფრო ცხადი იყოს. და მე სართულებზეც ვინც ეგ ვერ გაიგო ალბათ გათიშა უკვე. მოკლედ არსებობს ესეთი კომპანია სტოქტონი, რომელიც ძირითადი მიმართულება არის არტისტ მენეჯმენტი, მაგითან დაიწყო 2019 წელს დაიწყო ეგრე და მერე უკვე მიება სტოქტონ რეკორდსი, რეკორდ ლეიბლი, გამომცემლობა. ძირითადი საქმიანობა როგორც თქვი არტისტ მენეჯმენტია, თუმცა ჩვენ მე უკვე შევითავსეთ ვიდეო პროდაქშენს, არტისტებთან მიმართულებაში, ძირითადად მაგას ვამბობ, ჩვენ არტისტებთან მიმართულებაში, კონცერტ მენეჯმენტი და ყველა დეტალია, ტურ მენეჯმენტი, ყველა დეტალი, რაც არტისტს ჭირდება, იმიტომ რომ როცა გავაკეთეთ სტოქტონი, მაშინ არ გქონდა ბოლომდე გაანალიზებული, რამდენი რგოლი აკლდა ჩვენს ინდუსტრიას. და მე გიწევს შენ თვითონ ამ რგოლების შევსება, იმიტომ რომ სულ თავიდან ახლა ჩემი მუსიკალური მენეჯმენტის, არტისტ მენეჯმენტის ამბავი როცა დაიწყო, არტისტ მენეჯერი გულისხმობდა რას? ტელეფონზე ელოდებოდი, ვიღაც როდის დაგბუქავდა. ნუ გასაგებია ვიდეო თუ რაღაცას პროდიუსერობდი, ყველაფერს აკეთებდი, მაგრამ კონცერტი იყო ვიღაცას უნდა დაერეკა. რომელიმე ვენიუს უნდა დაერეკა, ვენიუები იყო ძალიან შეზღუდული, შესაბამისად ფინანსური ნაწილიც ძალიან შეზღუდული იყო, მაშინ სპონსორების ამბავი არ იყო დიდი. პანდემიამდე განსაკუთრებით 2019 წელს დაიწყო ეს და ჩემი მოვალეობა როცა თქვი რომ სუპირველად დავიწყე 2014-ში იყო მწვანე ოთახი 2019 წლამდე არ მქონდა ესეთი მკაფიო განსაზღვრული როლი და საიდ ჯობი უფრო იყო ესაც ვაკეთებდი Toyota-ში მუშაობდი და არც იმის წარმოდგენა მქონდა რომ ეს იყო ის რაღაც ის იკეთებაც უმინდოდა ცოტა უფრო ჰობის გავდა იმიტომ რომ არ იძლეოდა თვითონ ბაზარი იმის საშუალებას რომ ეს ჰობიზე სერიოზულად აღგეკვა და 2018 წელს აი მოკუმოკრო გამოჩნდა მოკუმოკროში დავინახე რაღაცა თვითონ როგორ სერიოზულად ეპყრობოდნენ ამ ყველაფერს. პირველი მოკუა ვისაც მოკიდე ხელი ანუ? პირველი იყო მწვანე ოთახი. ისა ხო? მწვანე ოთახის მერე რაღაც პერიოდი იყო სალიო. და 2018 წელს იყო მოკუმოკო. და მოკუმოკოს ის რომ დავინახე როგორც მუშაობდნენ და როგორც უნდოდათ ამ ყველაფრის გასერიოზულება მაგან ავტომატურად მეც გამიჩინა იმის мотиваცია რომ გამესერიოზულებინა და მივხვდი რომ არ გამოდიოდა ეს ჩვეულებრივად სხვა სამსახურთან ერთად. და ამიტომ 2019 წელს გადავწყვიტე რომ როგორც იქნა დიდი ხანია ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვდგავდი, მაგრამ აფრით ძალიან მიჭირდა. და გადავწყვიტე გაკეთება კომპანიის, თუმცა იმდენად ის არ ვიყავე, რა ქვია, delusional
სულელი იმდენად არ ვიყავი, რომ მგონებოდა რომ სამსახურიდან წამოვალ და მარტო მუსიკალური ამბით ამ ყველაფერს თავ შეინახავ და მეც თავ შევინახავ და დავეხმარები სხვა არტისტებსაც თავი შენახვაში. ეგ არ მეგონა, ამიტომ მივხვდი რომ რაღაცა თავიდან ყველა ვარიანტში პარალელური საქმიანობა ამას დაჭირდებოდა, უნდა ყოფილიყო მაშინ წარმოვედგინა რომ ეს რაღაც სარეკლამო საქმიანობა იყო, ისეთი რა, ცოტა შემოქმედებითი რო ყოფილიყო თან. და თან რაღაცა შემოსავლის მომტანი და უკვე რაღაც ადამიანებს ვიცნობდი, ვინც ამ ყველაფერში კარგად ჩაჯდებოდა. და როცა ფიქრობდი, რომ შეიძლება ორი კომპანია უნდა გავაკეთო, ერთი მუსიკის მენეჯმენტი და ერთი სარეკლამო და თუ ჯერ ერთი კომპანიის მენეჯმენტი და ბრენდის. და ეხლა ორი მოიფიქრე და ორი გააკეთე. აი და მივხვდი რომ უნდა გამეკეთებინა რამე ისეთი, სახელი უნდა ყოფილიყო რამე ისეთი. რაც არ იქნებოდა პრეტენზიული და მოერგებოდა ყველაფერს. და დავფიქრდი რომ რა საერთო საქმიანობა შეიძლება ყოფილიყო არტისტების მენეჯმენტში და კომპანიების მომსახურებაში და რაც დავინახე საერთო იყო assistance არის ასისტენტობა. ინგლისურად კიდევ უფრო სხვანაირად ჟღერს. ხელშემწყობი. ხო, აი რაღაცა ეგეთ ხელშემწყობი და მე გამახსენდა ასისტი, რაც არის კალათბურთის ტერმინოლოგიაში, უფრო გამიყო ფეხბურთზე კალათბურთის ტერმინოლოგიაში არის საგოლე პასი. პას, რომელსაც მოყვება, ან საგოლე მოქმედება, ან ქულის ჩაგდება. და უცებ დავფიქრდი, რომ ხო შეიძლება რამე ერქვას ისეთი, ვინც კარგ პასებს იძლეოდა. ფეხბურთში ძალიან ისე ბექემს ყვარდა არ ხმევ, გუტის ან რაღაც ეგეთ ყვარდა არ ხმევდი. ძალიან ისეთი იყო და ეგრევე როგორც კი NBA-ში გავიხედე, იყო სტოქტონი, ჯონ სტოქტონი, რომელიც იდეალურად ჟღერდა ჩემთვის. იმიტომ რომ სტოქტონის გარდა ნებისმიერ სხვა რო ყოფილიყო, ქარის და რაღაცას ასევე ვერ დაარქმევდა. სტოქტონი ჟღერდა იდეალურად და ეგრევე მივხვდი, რომ ეს იყო სახელი და დავიწყეთ ამ საქმის კეთება, რომელიც თავიდან ბევრ სხვადასხვა რაღაცებს მოიცავდა და ძალიან კარგად დაიწყო 2019 წლის აგვისტოში დავიწყეთ და დაიწყო იდეალურად, რაღაც დიდი პროექტები ავიღეთ, რაღაც დიდი კონცერტი გავაკეთეთ, უკვე რაღაც საკონცერტო სიუცეებიც გამოჩნდა და მე მოვიდა პანდემია. და პანდემიის დროს ცოტა ფიქრობ, რომ მე მგონია ის რაღაც რევავიჩიო რა არის. ხასარა ეგ ხوار გამოვიდა, იმიტომ რომ უცებ გაჩერდა ყველაფერი და რთული იყო. მაგრამ პანდემიის მერე კიდევ უკეთესად დაბრუნდა. ეხლა რო არ გადავუხვიო ძალიან ბევრი იქეთ. გავაგრძელებ იმას, რომ თავიდან დავიწყე მენეჯმენტით, მაგრამ მივხვდი, რომ ვენიუებიც, ანუ აკლია რა. თუ დაელოდე ვიღაც როდის დაგირეკავს, შეიძლება არ დარეკოს. და როცა დაგირეკავს, ვერ იქნება ისეთი შინაარსობრივად გამართული, ვერც ფინანსურად იმდენად საინტერესო, როცა კიდე ერთი რგოლი არის, მაგალითად პრომოუტერის. მან მივხვდი, რომ პანდემია როგორც კი დამთავრდა, რომ ჩვენით უნდა გაგვეკეთებინა რაღაცეები. მაგალითად აგვიღო რამე venue, გაგვიმართა იქ live გაგვეკეთებინა, სპონსორების ნაწილი გაგვეკეთებინა, რამე თუ გვინდოდა საკომუნიკაციო ნაწილში უკვე ჩვენზეა, ხო იცი, ის რო არის რომ ვიღაცა მართორკი გააკეთა და ეხლა რამდენი უნდა უთხრა, რომ ეს მართორკი არ მოგწონს, რამდენს ჩაასწორებინებ და მე ხო აი თანხმდების ვარიანტია და აქ არის პროცესი არის სრულიად შენ ხელში. და დავიწყეთ ეგრე და მივხვდით რომ ეგა ყველაზე კომფორტული მოდელი. მე უკვე თან ძალიან იმას დაემსგავსა რა, უკვე რაღაც ლიანდაგებზე ჯდები და არ არის რაღაც rocket science-ი არა, ძალიან რთული აღარ ხდება და იცი რომ მოდელი გაქვს, ამას ვაკეთებ, ამ ეტაპზე ეს არის, იქ ეს გვინდა, მე გადავიღეთ რაღაც. და დავიწყეთ და ამასობაში, რავი, ერთი 3 წელია ჩათვალე რომ თბილისში, როცა ლაივები არის, თითქმის სულ ჩვენი გაკეთებულია. თითქმის სულ დამოუკიდებლად ვაკეთებ და ყველასთვის ბევრად მემზიდველია, კომერციულად ყველასთვის უფრო საინტერესოა და მაგას მივახციეთ. რაღაცა ყველასთან არ არის ეგ-ეგრე, რა თქმა უნდა. თუმცა ჩვენი როსტერის მინიმუმ ნახევარი არის ადამიანები, რომლებიც თავიდან ბოლომდე ცხოვრობენ მუსიკალურ შემოსავალს. და ეგ წარმომედგენია ჩვენი ყველაზე დიდი როლი ამ საქმეში, მუსიკის კარგი გაგებით კომერციალიზაცია, ზე კომერციალიზაციას ყოველთვის ვერ იდებით, უბრალოდ იმ შემთხვევაში, როცა საერთოდ არაფერი არ იყო მანამდე, და ამ შემთხვევაში ხვდები, რომ ადამიანის შემოქმედება ფასდება. მე გარი ჩემთვის ყველაზე საამაყო და ერთი კონკრეტული ისტორია მახსოვს, რომლის მერეც ყველაზე მეტად გამიჩნდა ამის ესე საქმიანად კეთების სურვილი იყო. იანვარში ვიყავით ბათუმში, ბევრი ბენდი. და ბათუმში რა ხდება, იცი, თოვლი არის ძალიან დიდი, რაღაც 2 მეტრიანი თოვლი არის და შეკრებილი ვართ ერთი 50 კაცი, სხვადასხვა ბენდები. და ერთ-ერთ მუსიკოს თუ სწორად მახსოვს, თავის ტელეფონი ჩაუვარდა ავტომობილში. ჩაუვარდა თოვლში. და თან ცხოვრობ საათიც ის სავაჭრო ცენტრში არის სასტუმრო. ბოლო სართულზე და ძალიან კარგი ფრენდლი გარემოა, ყველა სულ ერთობით და მოკლედ ერთ-ერთმა ჩაუვარდა ეს თოვლში ეს ტელეფონი და იქვე გადაწყვიტა რომ პირველ სართულზე არის მაღაზია, რომელიც ტელეფონებს ყიდის.
და უნდა რომ შევიდე. და უნდა შევიდე და განვადება გააკეთოს რა. და ავსებს ხა განვადებას რომ სახელი ნიკა გვარი კოჩა რო ვიდა. საქმიანობა და მუსიკოსი და ის პაუზას იღებს და უმუშევარიწე. აუ, ხო, ანდრე ეგრე იყო. საქმეობი და ის მუსიკოსი უმუშევარი ჩამიწერა ბიჭო. და შო აღარ მიცით განვადება და მან მივხვდი რომ აღარ გვინდა მაგ იმას ცხოვრება სადაც უმუშევარი ხარ და განვადებას არ გაძლევენ იმიტომ რომ მომშიერი. ხო და მაგის შემოსავლის წყაროს ვაფშე არ ლეგალიზაცია ჩემო პროფესია. ხო და ეგ იყო მე მგონი კითხვაც დაახლოებით გავაცი. ხო და მე მგონი გაეცი პასუხი. კი, ეგ არის. იცი რა მაინტერესებს კიდე რა მომსახურებას აკეთებ ამის გარდა ის იმას მასაჟის გარდა. მეორე სართული და მესამე სართული არსებობს შენთან სახლში და ნუ რა ხდება დანარჩენ სივრცეებში -1 არის არაპეციო ბარი, პირველი სართული არის ეზო და პირველი სართული მან afternoon version-ი კი არის და alter vision-ი მეორე პინგ-პონგი და სტოქტონი რო აიცი ეზო სადაც გარეთ ხარ ხოლმე. მესამე ანუ მეორე მეორეზე ჩვენ ვართ სტოქტონი, აჩიკოს პატარა სტუდია არის, უზის თილისმა არის და ჩვენი მეგობარი არქიტექტორები არიან ჩვენთან ერთად შემოსულები. და მესამეზე არის ძირითადად შეხვედრების, მოსმენების, ხო, საცხოვრებლის გარდა კი, მე გარი რომ ის შეხვედრებისათვის ეტაპობრივად ადიხარ და იქ ხდება ყველა საინტერესო მესამეზე. აიდეალური ცხოვრობ, რაღაცა ბიზნესები არსებობს და ასევე შენი ჰობი ბიზნესი არსებობს. კი, რომელიც რავი. მე კოკას ვეუბნები რომ გააუქმეს არაპეციო, ჯიმი გავაკეთოთ, აღვადგინოთ საუნა. საუნა და ჯაკუზი. ხო, საუნა აღმოვაჩინეთ შარშან ოქტომბერში, ნოემბერში. და ჩემი ჩართულობაც მაღალი გექნებათ, როგორც ინსტრუქტორი. აი ტრენერი გვეყოლება. და შტამბეჭდავე შენ შედეგები და შტამბეჭდავე. თან ხო იცი მე უკვე სხვა თვალით უყურებ და ახი რამდენი ცხიმის პროცენტია რამდენი. მაგ ყველაფერს ჩამოვწერთ. მართლა გავაკეთოთ, ეხლა ხო რაღაცა გაკეთილშობილოთ და ეხლა ფიზიკურად გავაკეთილშობილოთ ადამიანები. კი ბატონო. ეხლა რო უყურებ 60 წლის ტიპები, ანუ ვინც ფორმაშია ვარჯიშობს, ადრე ხო გეშინო და მე ადრე ვიცახდი რომ 60 წლის მე თქვი გააჩერეთ უკვე, ანუ მე თუ გავატრაკე, მე თქვი დამა სპაკოინეთ და ეხა 65 წლის ტიპები, აი ჩემზე გიჟი არიან, ეხა რა გიჟები ვიცი რა ტანებზე არიან, სასწაულ. რა ტემპითაც მივდივარ 60 წლის ასაკში კაი ფორმაში ვიქნები. მეც ეგრე მგონია. მეც მაგის იმედი მაქვს რომ მეც დაგეწე. ბიჭო 60 წლის კი არა, ნიკა რო ვარჯი დაიწყე და ეგ ვისე გონა. სიბერი აღარ გახდა საშიში თუ არა. სუსტად. ანუ შო, დამთავრდა. კარგია. იმიტომ რომ ეგ ფიზიკურმა კულტურამ ქნა რა რეალურად. აღდათ. ალქიმისტირის ჩვენ ჯიმში ჩვენ სასტავს ჯიმში. ანუ ხა მარტო რომ მივდივარ სად არიან ბიჭები. მე ხო არ ვიყავი ჩამოვედი და ორ შაბათს მე სხვაგან დავდივარ დრო. ხან იქ დავდივარ ხან აქ. აბა შარვაშარაშვა. მარტო შარვაშა ხესტლის. ხესტლისი. კიდევ ვიღაც ყავდა თქვენ. კითხვა შარვაში. კაო ფერნიჩერ გამოიწერეთ შარვაშა ჩვენი მეგობარი გიორგი შარვაშიძე. სახიობი და ხეზე მომუშავე. სტოქტონი კარგად იყო სირკუს მირკუსის ალბომის კოპროდიუსერი შეიძლება დაერქვას. შარვაშასთან სახში აი ეს მოდელი, რასაც ყველა მუსიკოსი ყოველთვის ოცნებობს, რომ წამოწმაო სახში წავიდეთ ქალაქare და ჩავიკეტოთ 2 კვირა და ალბომი დავწეროთ, იმიტომ რომ ყველა ბენდს გაუკეთებია, ვინც ჩვენ გვიყვარს, ყველას ეგ გაუკეთებია და სულ ყველას ეგ უნდა და არასდროს არ გამოდის და ისე შენი შესათავსებელია ეგეც ერთი დაჩის შესყიდვა. მუშაობთ მაგაზე. სტუდია დაჩის. მუშაობთ მაგაზე. მუშაობთ მაგაზე და ძალიან ყოჩაღად ნიკა იყო ძალიან აქტიური მაგ პროცესშიც და შარვაშა ძალიან დაგვეხმარდა, ძალიან საყვარელი პროცესიც იყო და შედეგიც ძალიან კარგი. ფირფიტა როდის იქნება? ეს როცა გამოვა წესით უკვე ჩამოსული იქნება. და იყიდება სადმე? არა, ჯერ არ იყიდება რა. არა, ეს რო გავა იქიდან გელაპარაკები. ხო, გაუცლებად გაიყიდება. სად? ნუ ვოდკაში გაიყიდება, ეგ ზუსტად ვიცით. ვოდკაში, სირკუს მერკუსის კიდევ ისი? ბენდკემპის გაიყიდება, ბედფორდები, კორძი, მოკუმოკ, ყველას ფირფიტები. ანუ ყველას სტოქტონის ფირფიტები იქნება ნუ კაკ მინიმუმ ვოდკასში. როგორც მინიმუმ ვოდკასში, ჩვენს ბენდკემპებზე. ჩვენს ბენდკემპი? კი. სხვა ფირფიტების მაღაზიაში თქო გადავუმოწმე. კი, არის სხვა ფირფიტების მაღაზიებშიც და პლუს ვიღაცებს აჩუქებენ არტისტები დარწმუნებული ვარ ხელმოწერილ იმებს და მე მგონი ზმუგში გათამაშდება. ხო? უეჭველეს. მე მაგ ტესტპრესი. უეჭველი, ხო, აი ტესტპრესი და ხელმოხატული ეგ ხვეწები. ეს უნდა დაგიყო. ეგ მინდა ძალიან. ტესტპრესი ჩამოდის თეთრი იმაში, გარეყდის გარეში და ნიკა მაიღო და რაც იქნება ნაღდი არტვორკი, ეგ ხელით დახატა და
აი ეს სლიფში. ძალიან მოწოს ეგ. აი ესეთი არის ხდა? ძალიან მაგარია. ოღონდ ნუ რა თქმა უნდა ეს არის და ეს ხელით მაგ ეს გაკეთებული. აუქციონის მოდელი არის. აიც ჩაგიწ. მე არ გეუბნები. აგიწონე. და ჩემი ტესტპრესის თუ რა თმინდა ტესტპრესი? ჩემი ტესტპრესი, შენი ტესტპრესი. ტესტესტერონი აწი შენი, შო, ტესტესპრესი. ჩემია ეს. ეს შენია. ნუ ხო მოვილაპარაკეთ. მაგრა გამიმართ. გოგა, სად ხა ხარ? შემოვატრიო. მოდი შემოდი შიგნი. დაგვიჯექი დაგვილი. ძალიან კარგი არის, ყველა კამერას ვნახე. კამერა 1, კამერა 2. სად არის მესამე კამერა? შენ კეფაში. პირველი კამერა. მეორე კამერა. თუ არასწორი ნუმერაცია აქვს. ძალიან დიდი მადლობა. 1 ღმერთი. აი ეს მისავით product placement. არა, ხო, არ ხნია, კაი. მაშინ სადმე უკან დადე ლამაზად შენ თვითონ მაგიდაზე. რა კარგია რომ მოხვედი გენაცვლა. მე ძალიან გამიხარდა. მე კიდე მიხარია რომ რიგითი მაყურებლის ასპარეზზე გამოხვედი ხა. ვინ აკეთებს ამ ჯადოქრობებს? პირველად ხარ ესე რამე ეთერში? კი. და ადრე ხო იცი გადაცემაში მისვლა რაღაცა, როცა ლაპარაკობ რაღაც კონკრეტულ პროექტზე, კონკრეტულ პროდაქშენზე. ეგრე მქონია. ხო და მე კიდე ჩემ მხრიდან მინდა დავამატო რომ მარტო მუსიკალურ ნაწილს არ ემსახურები, ამ შემთხვევაში ერთი გამომიგდო, ნუ კაი კორძით შეიძლება გავატაროთ, მაგრამ ის პროექტი ბრუნტეტი, რომელიც ჰარაკში გაკეთდა, იდეალურად გაკეთებული იყო, ყველანაირ საუნდით და რაც იყო, როგორც იყო დალაგებული და ასევე სანდრო კალანდაძის ჰამლეტი, რომელიც ასევე უკარგესი მენეჯმენტით დალაგდა და აი რო ვიძახი წინასწარ ყველაფერი, რაც ქართულ რეალობაში. ანუ ყველა სჭირდები შენ მუსიკას საჭირდები, თეატრს და ნებისმიერ სახელმწიფო სფეროს, რომელიც მენეჯმენტია დაულაგებელი და დასალაგი და ასაწყობი იგივე ამბავში, როგორც ეხლა თქვათ ეს გააკეთე. იცი რა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი როგორც ბენდებს ბაძავენ ბავშვები რო იზრდებიან, რაღაცა ეს კულტურაც წამოვა რა, რომ აი დოქტორნი და ვიღაცები გაიჩნდებიან მინიკოკები და მე თავისი თავები გახდებიან რა. მინიონებიდან მინიკოკები. მინიკოკები, სტაფილოკოკები. ეგეთი რაღაც. რომ სულ არ იმაში, რომ მე ვიღაც ხან დათოსთან, ჯიქიასთან, ხან კორცთან, ხან ვიღაცად რო ვარ, მოდიან ხოლმე ბავშვები, რომელსაც ფოტოს გადაღება უნდათ. და შედაუცაით და რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ უკვე მე ბედფორდების ფანებიდან გამოშვა პირველად რომ უკვე მეც ვიცი რომ TikTok-ზე გაიჩით არა. ყველა ხო იცი, ანუ ყველა ცოიცოდნენ რომ იბუქი, ყველაფერი იციან და დეტალებს იციან და ეხა ფესტივალი რო დამთავრდა, ქალბატონი მოვიდა და მითხრა რომ ბავშვებს შენ და ფოტოს გადაღება. რა მოგივიდა? არ ვიცი, სადა ეგ ფოტო არ ვიცი, უნდა ვნახო, აზრი. გაგეტი რა. კი, თან ამეტირა, თან გამეღიმა, თან ყველაფერი, თან მესიამონა, თან მომერი და არ ვიცი და თან მეთქი მე ჩემთან აქ ხო არ გეს იქნებ სხვა სელაპარაკება და უკანო გაიხედე. პატარა ირემი დაიბნა. ძალიან საყვარლობა იყო. ძალიან კაი არის, მართლა. ვაფშე ყველა სჭირდება რა, აი რაღაცა ჩვენ ისე გავიზარდეთ ისეთ რეალობაში, რომ ადრე არავინ არასდროს არ გეუბნებოდა რამე კარგი თუ გამოგივიდა. ნუ აი რაღაც არ იყო კულტურა თქმის და ეხა ნევნულა რომ წამოვიდა და ოღონდ წამოვიდა მარტო არტისტი ვისაც ხედავენ სცენაზე იმის დაფასება და აი თუნდაც მეორე ბენჩი მეორე ადამიანიც რო დასაფასებელია ან ვაფშე მენეჯერი ვინც ამ ყველაფერს აწესრიგებს ან საერთოდ აგერ რო გვიზის ეს და არ ჩანს და ამ დროს ესაკეთებს ახლა ძირითად რაღაცებს რავი გოგაგაკულია მისტიკა გოგაგაკულია ადამიანი მისტიკა ხო და ეგ არის სულ ანუ რაღაც ხაზგასასმელი და რავი უნდა იცნობდეს ქვეყანა თავის გოგაგაკულია გოგა კოკოხია აი ის რო გადავაკეთე სახელები მე მივხვდი რომ მაგარი დამაბნეველი მეგრული დიასპორა მაგრამ მუშაობს გენაცვალე ერთი ჩვენა გაგვიმართლა გამიცი აი მოყვი მეგრულ დიასპორაზე ერთი ისტორია დეფექტური იქნება მოყვები მივდიოდი ფრანკფურტში წიგნის გამოფენაზე უზის ქონდა წიგნის გამოფენა და თილისმა ქონდა გატანილი, თილისმაც გამოიწერეთ ხალხო. და რომ მივდიოდი, ბერლინიდან მივდიოდი, იყო საშინელი უამინდობა და შუა გზაში გაჩერდა მატარებელი და გითხრეს რომ უნდა გადაждდეო სხვა მატარებელშიო. და გადავჯექი სხვა მატარებელში, ოღონდ უკვე ადგილი აღარ მაქვს იმ მატარებელში და ავტომატურად წავედი ვაგონი რესტორნის მიმართულებით, რომ დავჯდები რა, ხა იქ არ ჭირდება არც შენი ნომერი, არც არაფერი. და ერთ-ერთი ადგილი სადაც იყო რომ დავჯექი წინ მეშ და ქალი უფრო კალური განიღრობის თორე ასაკით ალბათ იქნებოდა 35-40-ის. და რაღაც ძალიან დიდი რვეული ეჭირა ესეთი. ცოტა ჟურნალები როგორც იყო სკოლაში ადრე, აი ესეთი დიდი ფორმატის, მაგრამ ძირითადად იყო ხელნაწერი. და ხვდები რომ 1 საათი ნახევრის გზა მაქვს იმისთვის რომ ძალიან ჩუმად ვიყოთ და კომუნიკაციაში არ შევიდეთ და
მეუნება ეგეთ მე ვკითხე რომ რა არის მეთქი ისო და ეს ჩემი როლია რა მე მსახიობი ვარ და ნუ კაი მეთქი და რა როლი გაქვს და არა შეიძლება არ იცოდეო აი არგონავტების ამბავია თუ იციო მე მედიას ვთამაშობ ზუგდიდის თეატრის მსახიობი არა ვიცი რა ვიცი ირანელი იყო ეს გოგო ბერლინიდან მე ვაშ მე თქვი აქ ხდე არა ბიჭო არა დაუკნა ისტორია ეს ბიჭო გავიცი შე ვერე ზუგდიდი აი დრეზდენის თეატრის მსახიობი არ ვიცი რომელი მსახიობი ანანო მახარაძე ხო და მეთქი მე იცი ვინ ვარ მეთქი მედია ვარ დიდი ბებია ჩემ მედია მეთქი მე იმ ხალხის წარმომადგენელი შანსია რომ რატო მეთქი ეგენი კოლხები იყვნენ ეგენი გადაშენდნენ და მე უთხარ რომ ეგრელი ვარ აუ მეთქი ალბათონო ჩვენ ვართ ის ხალხი ვართ რაღაცა და ჩემთვის ხო ძალიან რაღაცნაირი ისტორია იყო ეს აი ეგრე მამაჩემს დაურეკე მოვუყევი ძალიან გაუხარდა და მე ეს გოგო მწერს რომ მისთვის როგორი ექსპერიენსი იყო მიდის სათამაშოდ მარტოზის მატარებელში რაღაც როლში შესვლას ცდილობს და ამ დროს ტიპი მოდის და ეუბნება რომ გამარჯობა მე ვარ კოლხი და მე ვუნება რომ ისეთი ინსპირირებული ვიყავიო მაგით რომ უგონია რომ აი რაღაც თან გადაშენებული როცა გონია ატლანტიდელი ვარ გაგიჟდა იმედი მაქვს ივარ რო კაი იქნებოდა ვინმე მომარია კალასო რო ყოფილიყო ესეთი დონე ერთი აღლიში მომივიდა იმ დღეს ნინო ქათამაძე რო იყო ჩვენთან სტუმრად რა მე ვერ მოყვები მაგას ახლა არა აჩიკოსთან უნდა აჩიკო იყო OG ისტორია აჩიკოს გამო ჩემთან მოყევით შეჩი მაგენ არ ვიცი თუ მე ვარ სტუმარი ამ წამს და მომიღე აი მოდი ვცთი თუ გინდა მოყოლოს ოღონდ არ უნდა დარწმუნებული რომ ივარგებს მე უნდა შევარჩიო მე ჭიჭკას მე დავუსვობოთ რომ მომწონს თუ არა რომ მოყოლილიც არის მოკლედ ყველა ვიცი ხო ეგ ისტორია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისტორია არის ბექა ჯაფარიძე მწვანე ოთახი არის აჩიკო გულედანი ბექა ჯაფარიძე კვანც ჯაფარიძე OG ძველი თიმი არიან აჩიკო და ბექა და ბექა არის გარდა მწვანე ოთახისა ძალიან ბევრი მუსიკალური პროდიუსერის პროდიუსერი და ბევრი წელია მათ შორის ალიოს ხო კი 25 პლუს წელი არის ამას აკეთებს და არის ძალიან ისეთი ტიპი ძალიან თავისებური სამუშაო პროცესია ძალიან კომფორტულად უყვარს ადამიანები ხანდახან ამ პროცესში ზედმეტები არიან ხო ხტები და ცოტა ისე უყვარს თავისთვის კომფორტში და არ უყვარს ზედმეტი რაღაცა გართულებები ამიტომ მისი ტვინი არის რაღაცნაირად ისე მოწყობილი რომ ყველაფერი მარტივად მოჭრას ისე რომ მისი სამუშაო ის პროცესი იყოს კომფორტული რამდენიმე წლის წინ შეხვდნენ ნინო ქათამაძეს და ნინო მოთხრა რომ რაღაც სამუშაო ქონდა ბექასთან უნდა რაღაც ერთი კვირა რაღაცა პროექტზე კონკრეტულზე მუშაობა. ბექა დათანხმდა, დაიწყეს სამუშაო პროცესი და რამდენიმე დღეში მოიწამლა. მოიწამლა ჭამდა ქათამი და მოიწამლა და ერთ-ერთ დღეს როცა ეს სამუშაო პროცესი უნდა შედგეს, არ ჩანს ბექა, ნინო ურეკავს რომ ბექაო სათხარო რა გჭირსა და არ ვარ ნინო კარგად და რა მოგივიდაო და მოიწამლიო. და რა მოგწამლაო და თევზმაო. გაუტყდა ქათმის თქმა. აუ რა საყვარელი არის ქათავ. არ ვიცი, ეს დაიდება თუ ვინ. არა, ერთი 10 კაცს უნდა ამას მე დავიდე ტექსტად დავიდე ტატუ. აუ ეგ უნდა ქნა. რა ვქნა თევზმა ეგ იყო აი ძალიან აიკონიკი. ბეკას ბევრი ეგეთი ისტორია აქვს და აჩიკოს აქვს. კრებული მაგ ისტორიების უნდა მოვა. გამოვცეთ მე და ამოუდოთ ლინკად. მეც მაგ ვიღაცაზე ბევრი ისტორია, მაგრამ. მე ამოუდოთ პერაშკი. მე ხო იცი სუთავიდე როცა ვაპარაკობდით აქ მოსვლაზე მე მინდოდა რომ შემხვედრე ისენი მქონოდა შენთან რომ შენი რაღაც ისტორიები მოგვეყოლა, მაგრამ ეხა კი აღარ მახსოვს და ყველაფერი. ეხა ხო ესე მომზადებული რა მაგარი. იცი რა ეს დაწყვეტა ჩაძონძილი, იმიტომ რომ 3 დღე ნავირუსალი ნათრევი არის. არა თან ისეთი რაც მოყოლილი არ გაქვს, იმიტომ რომ გორგილაძესთანაც რაღაც ძალიან ჩემი საყვარელი ისტორიები ბევრი მოყევი. და რაღაც ისეთის გახსენება მინდოდა. თუმცა მე არც სანაირი პრობლემა არ არის, კიდე მოიყოლოს. რა პრობლემაა ეს? მაგრამ რაღაცები მქონდა ხო იცი? რაღაც მინდოდა ხსენება. ჩაიწე. მე მგონი არაფერი ისეთი რაც მინდოდა, მასწავლებელი კი არა, ბენდ მენეჯერი ზოგჯერ უშუალოდ გიჩვენე.
აუ მეც ჩამნიშნე რა რომ იფიქრო პერსპექტივაში ამ წონა არაფერი რაღაც კონკრეტული ისტორიები avoid ბახალა თვალებში არ შეხედო არა ჩამნიშნე მე რომ იზრუნო ჩემზე წინ ლოკალს ბიჭო ბახალა ჩავნიშნე ბახალა აუ ის ძალიან გასწორებს ბენდები და ჩემი ის რო არის ინიციალები ჩვენო მეგობარმა ერთმა დაკარგა კონცერტი ბენდის ჰონორარი მთლიანად კონცერტის მერე დაკარგა ეგ მაგარი კაი ბენდის თუ ერთ-ერთი წევრის ჰონორარი ეგრეთ რომ კარგია ხო ასისტის ჰონორარი დაიკარგა იმინა სრული ჰონორარი და ხო აი ჰონორარი ეგ იყო კონვერტი იყო რაღაცა ძალიან ცოტა ხო მაგრამ ნუ აუ ჩაკალელი მაშინ რა იქნებოდა არა მე მეგონა ისეთი ისტორია იყო ხო იცი დაკარგა კაც მართლა დაუკარგა აჰა მართლა დაკარგა ანა ჯუჯილა დაკარგა და აუცილებლად მე ხო მაგა ეგეთი ხო იყო მაგაში წინ მივდივარ საკმაოდ წინ მივდივარ და რაც თავარია გამართლებულია ეგ კი რავი კი ჯერჯერობით კი იმიტომ ერთი პერიოდი ხელოვნურად შექმნილი ჰონორარები იყო რა თქმა უნდა იმიტომ რომ არ ვიცოდი ჯერ რა იყო რას თავაზობდი და რაღაცა იცი როგორ რაღაცა ამ შემთხვევაში შემოდიან ხშირად პარტნიორების თვის გაჩნდა ეგეთი ცნება როგორც არის ხარისხის შეფასება ერთი არის პირდაპირ რომელიც პარტნიორმა იცის რომ მისთვის საინტერესოა რაოდენობრივად მიმზიდველია არ ვიძახე მას მარტო ჩემ ბენდებზე ვიძახე პროექტებზე ნებისმიერ კონცერტზე ლაივზე ელექტრონულ იმაზე სადაც იცი რომ პირობითად მოვა 5000 რაღაც 10000 პირობითად არის ყველაფერი ეგ არის მათთვის საინტერესო და ავტომატურად იციან რომ მასაზე გადიან შენ რა გავხდით ერთ და მეორე ხო პოდკასტი გავიგებთ ახლა აქაც როგორ მუშაობს ნელა და მეორე არის ხარისხობრივი მომენტი როცა შეიძლება უთხრა პირდაპირ რომ რაღაც პატარა რაოდენობას გათვლი ან თვითონ რაღაცნაირად მაგალითად რო ავიღოთ თუნდაც ბრუნდეტი რომელიც ჰარაკში იდგმება და კი მაგასაც დიდი ვერსიაც კი გავაკეთეთ იქ მაგრამ უკვე მაგ ხარისხობრივ ნაწილზეც აკეთებენ აქცენტს სხვადასხვა კომპანიები და ძალიან მიხარია რომ ეგ ტენდენცია არსებობს და ხშირ შემთხვევაში მაგან მოგწვა ჩვენ საშუალება რომ რაღაც გამართულად გვემუშავა და არტისტებისთვის შეგვექმნა ის პირობები მინიმუმი მაინც არ ვარ დარწმუნებული რომ კი, კარგი, ვატყობ რომ უბრალოდ უკეთეს სიტუაცია ვიდრე 2019-ში პანდემიამდე. ბევრად. მაგრამ არის თუ არა ის, სადაც გვინდა რომ ვიყოთ? არა, ბევრად შორს ვართ. ბევრი რაღაცა კიდე გასაკეთებელია. თუმცა მან კიდე ერთი მომენტი ისიცაა რომ მე ხვდები რომ რაღაცა საერთაშორისო განვითარება მას თუ არ ექნა, არის საშიშროება და ჭერს არტყა თავი. აი საერთაშორისოს როგორ ხედავ? იცი რა არის ლაივები რომელსაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, გეტყვი ცოტა შორიდან დავიწყებ, ლაივები რომელსაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, ძალიან კარგია, მაგრამ თვისობრივად ჯერ ესეთ ხშირად ვერ გაქვს, პატარა ბაზარი არის. რომ პოლონეთში რო ვიყავით ახლა და გავიცანით იქაური. ძალიან კაი ბიჭი ვიქტორ დიდულა რომელსაც თავის ბენდი ყავს და ზაფხულში რამდენი ლაივი გაქვს? 50, იმიტომ რომ 50 სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ზომის სულ აკეთებენ კონცერტს. აქ ძალიან დიდი პრობლემა საქართველოში არის ეგ. არის თბილისი. ბათუმი არის 75% თბილისი. სეზონზეა ბათუმი და თბილისიდან ჩასული ხალხია. 75% შეიძლება მეტიც. ქუთაისში ძალიან მცირედი არის და ვისურვებდი რომ იყოს, იმიტომ რომ ძალიან იგრძნობა მოთხოვნა ქუთაისისგან. ეგ ძალიან შემბოჭველია. ისედაც თბილისი პატარა ქალაქია, რამდენი ლაივი შეიძლება გააკეთო? ორ კვირაში ხوار გააკეთებ ყოველ ლაივს, იმიტომ რომ ეგრევე ზედმეტ მიწოდებას როცა აძლევ, ხარისხობრივი ნაწილი ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეგ ძალიან გბოჭავს და ამიტომ რაც არ უნდა კარგი პირობები ქონდეს ჰონორარი ან რაღაც რენტაბელური იყო ან რაღაცა გამოდის რომ თვეში ერთხელ მააკეთო მაგაზე მეც ვერ აკეთებ. ამიტომ ისედაც ძალიან პრაქტიკული დაკვირვებითაც საჭირო არის სულ ყველაფერს თავი დაანებ რომ აშკარად ხედავთ რომ სიკეთე არის ეს საერთაშორისო განვითარება. გარდა ამისა ავტომატურად იზრდება ღირებულება შინაარსობრივი ღირებულებას ვიძახე value იზრდება ბენდის რომელიც იცი რომ მიდის და უკვე სხვა ადამიანებსაც მოწონს და შენ უკვე სხვა დამოკიდებული გიჩნდება შენ ხარ ამისო უჯიმსმენელი და იმისი საერთაშორისო წარმატება უკვე შენი რაღაცნაირი წარმატება არის და უკვე ვაფშე სხვანაირად უყურებ. ეგ არც რაღაც ცუდი თვისება არის ადამიანის რო აღიარების ხარისხი მატულობს და ძალიან ბუნებრივი ამბავი მგონია და თუმცა ყველას აქვს ამ მსმენელებს ყველას აქვს ზუსტად ეგ რომ ძალიან ბევრი გვეუბნება იმას რომ ზუსტად ეგ უნდათ ხედავენ ამ საერთაშორისო განვითარებას თვითონ ხედავენ და მანამდე ხშირად
ხშირად ეგ პრეცედენტი არ ყოფილა. არსებობდა ძალიან ბევრი ხარისხიანი ბენდი საქართველოში და ზომიდან გამომდინარე შეიძლება იმაზე მეტი ვიდრე წარმოგედგენია, მაგრამ არის რაღაც კონკრეტული მიმართულებები, რომელზეც ძალიან კარგად ხედავ საერთაშორისო განვითარება, როგორ შეიძლება კონდეს. მაგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რაც არის შენი დამახასიათებელი ხმა კონდეს, საუნდი, რაღაც შენი დამახასიათებელი, იმიტომ რომ ბევრი ხარისხიანი რაღაც არსებობს, თუმცა არ ნიშნავს ავტომატურად ხარისხი იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაგიმარტივდება. თუ რა თქმა უნდა, არ წახვალ რაღაცა fast track-ით, როგორც დასავლურ მოდელებში არის, რომ გამოჩნდა ვიღაც ტიპი, всё, მე მინდა რომ შენს პროექტს ხელი მოვკიდო და დგები იმ ლიანდაგზე, რომელიც ავტომატურად რაღაცამდე მიყავ ხარ და ძალიან დიდ განვითარების საშუალებას გაძლევს. და ეხა მე რაც წარმომიდგენია, შენ კითხვას რომ დაუბრუნდე, ძალიან დიდი როლი ამ ყველაფერში, მნიშვნელოვანი როლი არის ძალიან ბანალური პასუხი, რაც არის ადამიანური კონტაქტები. რაც ყოველთვის ძალიან დიდ როლს თამაშობდა ამ ინდუსტრიაში, იგივე საერთაშორისო მასშტაბით, იგივე რაღაც ნებისმიერ დოკუმენტურ ფილმებს რაღაც რო შეხედოთ, ყოველთვის აგებული არის ადამიანურ ურთიერთობებზე და არ მგონია რომ ეს მარტო ეს სფერო არის. ძალიან ბევრი სფერო არის აგებული ადამიანურ ურთიერთობებზე და რაღაც ეხა შეიძლება ნაკლებად არის, მაგრამ იგივე 50 წლის წინანდელი დიპლომატია რო აიღო, ან ნებისმიერი უფრო ძველი დიპლომატია კიდე მართალია ძალიან კომპეტენტური შეიძლება არ ვარ ამ საკითხში, მაგრამ აქ იმის შეგრძნება, რომ დიდწილად გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი შეიძლება იყოს ძალიან მარტივი ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე. ამიტომ ამისთვის რომ მოხდეს ამ საჭირო ადამიანებთან ხმების მიწვენა, უბრალოდ საჭირო არის ის, რომ უფრო მეტი დრო გაატაროს ვიღაცა ადამიანმა ამ ინდუსტრიიდან, რომელსაც ამ შემთხვევაში მე ჩემი დავიწარმოებდნენ და მაგიტო ვიყავი რაღაც ერთი თვე წასული და ეხა მგონია რომ მანამდე სულ მქონდა ესეთა პრობლემა მქონდა მანამდე წასulis, იმიტომ რომ ცოტა მქონდა helicopter parenting ქვია ეგეთი ცნება რო არის რომ აი ბავშვი გადაყოლილი ხარ და სუროზ უნდა და როგორია რომ სადმე რო წავიდეს ცხვირპირს მოიმტრევს და რაღაცა და დღე და ღამე არ გძინავს. ცოტა ეგრე ვიყავი სულ რომ მიჭირდა ამ ყველაფრის დატოვება, იმიტომ რომ რაღაც მეგონა რომ რაღაცა უნდა ცოდი უნდა მოხდეს. როგორ მოხდა ეს დაიწყო დიდი ხნის წინ ამ პროცესისთვის მომზადება, შარშან მაისში დაიწყო ჩემთვის, იმიტომ რომ მივხვდი რომ საკმაოდ რთული სიტუაცია არის ქვეყანაში და ეს რთული სიტუაცია პირველ რიგში აისახება შემოქმედების სფეროზე, რაც იყო თეატრი და კონცერტები და აღმოჩნდა მოცემულობაში, სადაც 6 თვე არაფერი არ ხდებოდა. ერთი წელი შარშან 6 თვე არ ხდებოდა. იმის წინ კიდე რამდენიმე თვე იყო პირველი აქციები როცა დაიწყო და მაშინ შარშან მაისში მივხვდი რომ უნდა შემეცვალა მოდელი მუშაობის, აი დელეგირების ბევრად მეტი მაგალითი უნდა მიმეცა ყველასთვის, რომ მე არ ყოფილიყავი ესე ჩამოკიდებული დროითაც და ემოციურადაც. ეგ რო დავიწყეთ, მე ამ ფესტივალმა ძალიან კარგად მაჩვენა, რომ ფესტივალი ისეთ რაღაც იყო, რომ ისეთ სულ მეშინოდა დამოუკიდებლად გაკეთების, განსაკუთრებით open air-ის მაგალითად ძალიან მეშინოდა, რომ ვიცი რამდენი სირთულე მოყვება ფესტივალს. და ნელ-ნელა დელეგირებით მივხვდით, რომ გამოსვლადია ეს ყველაფერი. და ეხლა წავედი პირველი შემთხვევა იყო რომ მე წავედი საქართველოს ორ კვირაზე მეტი ხნით და წავედი. და სანდროს ეჭირა აქავრობა? სანდროს, მათ შორის სანდროს ყველა გაიზიარა ეგ პასუხისგებლობა და თვითონ მე რო ველაპარაკებდი მითხრეს რომ რაღაც მომენტში პირიქით უფრო მეტი პასუხისგებლობა იგზნეს, რაც ძალიან საჭირო არის განვითარებისთვის და მეც რეალურად იგავა რაც გავაკეთე იყო ის რომ მოვშვებოდი ამ იმას, მივხვდი რომ ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ მე უკვე მგონია რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება რაც არის ეხა არის საერთაშორისო მასშტაბზე ამის გატანა, იმიტომ რომ საქართველოში ზუსტად ვიცი რომ ეხაც გვაქვს დაგეგმილი ბევრი სიახლე, ალბათ უკვე როცა გავა ეს გადაცემა ბედფორდების საორკესტრო ლაივი იქნება გამოცხადებული. ზუსტად ვიცი რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში რა უნდა გავაკეთოთ ისეთი რომ მაყურებელს მაქსიმალურად ახალი შევთავაზოთ, თუმცა აღარ ვიცი 3 წელიწადში და 2 წელიწადში რა იქნება ეს და თუ შენი დრო არ დააკავე უკვე რაღაცა საერთაშორისო რაღაცეებით მართლა ძალიან გულდასაწყვეტი რაღაც მოხდება, რომ მოაბეზრებ უბრალოდ ამ ხალხს თავს და ბედფორდსი კიდე ერთხელ რო ჩავრთოთ. ბედფორდი იქნება თბილისის ახალგაზრდა ორკესტრთან ერთად, მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. და ჩვენ მირიანთან მუშაობის გამოცდილება გვაქვს კორცთან ერთად და ძალიან კარგი სამუშაო პრაქტიკა გვაქვს და უკვე გაორკესტრებული არის ყველაფერი და ნელა გადავდივართ უკვე შინაარსობრივი ნაწილის შთაბერვაზე. მირიანი მაგარი ძმა არის. ძალიან კაი ბიჭი არის. ძალიან კაი ბიჭია, ძალიან სასიამოვნო. მირიანი დაგვეხმარა იმ ადამიანის პოვნაში, ვინც გაორკესტრებას გააკეთებდა. გავაორკესტრეთ ჯადოსნურა ჟღერს,
ძალიან კარგია. ბიჭებისთვისაც პირველი გამოცდილება არის მსგავსი და ნახე მთელი კონცერტი გაორკესტრება. შეიძლება დაგრული აქვს ვიღაცებს რაღაც, მაგრამ 18 ტრეკი გაორკესტრებული. უკვე შინაარსობრივად ჩემთვის ძალიან ახალი და საინტერესო რეპეტიციები დაიწყო უკვე. რეპეტიციები არა, რეპეტიციები იქნება ის როცა გავა ეთერში კი დაწყებული. რეპეტიციები დაწყებულია და შეგვიძლია მივადოთ რაღაც ლინკები ვიდეოების. რაც ცოტა ხუმრობა არის. ძალიან კარგია კინოცვალი, ძალიან. და მაყურებელი დაეყოლდება ჩვენთან ერთად ჩემ კარიერის განვითარებას შენი მენეჯმენტით. მადლობა. შემდეგ გადაცემაში ბახალა რო აღარ არის. არა, სხვა იმიჯით რო პროსტა იმიჯზე რო ზრუნავ და სრულიად განსხვავებული HBO-სთან. ან შუაში უნდა გადმოვსო. ეგ არის ყველაზე გაირი. მე უკვე მენეჯერი ხალხო ბახალა შუაში გადმოდის. აბა, ძალიან კაია. კი ბატონო. დაჟე იქამდე უნდა მივიდეთ რომ შუაში კი არა, შუაში დავდგე პატარა პედისტალი, რაღაცა პატარა ქანდაკებები. იმდენად წარმატებული უნდა იყო რომ ჩემი ქანდაკებები ითქეს და მაგიდაზე გეგდოს. ჩემი ქანდაკება ხო ნახეთ ყველა. არა, მესამე საუკუნის რომის. არა, მე ნახავს. ინსტაგრამზე სტორიებს არ ნახულობთ. მეც არა. რომში ვიყავით მე დათო თიკო, დათო ჯიქია თიკო. ვიყავით მუზეუმში და ვნახეთ სარკოფაგის რაღაც მესამე საუკუნის სარკოფაგი, რომელიც რაღაც ბატალურ სცენას ასახავს და ეს არის სარკოფაგი. და ეხლა განახებთ, სად ვარ მე? ეს ვინ არის? აუ, კოკა, გოგოხია. ძალიან ეგაა ძმაო, ძეგლები, ჯეკი და მესამე საუკუნის წინა ცხოვრება. ეს მან ჩავიდა უკან დაუბრუნდა. გამაძეგლეთ რა უცილენ. კაი, ნიკა შენ მომიყავი რამე. არ გამრიოთ სამყაროში. მე მოგიყვე, რა მოგიყვე? შენ ხარ ჩემი მენეჯერი. ბლარი თუ აზის. ეხლა მე უნდა გავიხსენო ის კითხვები, რაც დავისოს და უნდა მივუბრუნოს უკან. გოგა დამეხმარე რა. ბლარი თუ ოაზის. იმ დღეს მე და ლიკა ვლაპარაკობდით, რომ ანუ რეალურად ოაზისის რამოდენიმე სიმღერა, ალბათ ერთი 4-5 მევასება მაგრა. მეც ლაივზე ვიყავი და ხო, არა. მაგარი არის. პროსტა ჯუჯილას გიორგი მარის ჯინაზე ვამბობ რომ მეზიზღება. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი კარგი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ესე ძალიან მესიმპათიურება, უბრალოდ ჩემი მეგობრები, რომლებიც გადამკვდარი გულშემატკივრები არიან და ჯოხეთურად გულშემატკივრებენ რაღაც არაჯანსაღად და სუტვინს ბურღავენ, მაგათ გამო ვერ ვამბობ რომ მომწონს ეს გუნდები და მეზიზღება თითქოს და იმიტომ რომ მომახსენდება იმას როგორ უხარია ის გოლი რაღაც წევის და ლეწავს. ხო, მაგრამ ეს ხო იმაზეც არის რომ რამდენად რაღაც გავლენა ქონია და რამდენად მოუწია ის. არა ხო ნუ ბლარი იყო ჩემთვის რა. ბახალა არის ძალიან კარგი მსახიობი, მე რაც ვნახე თეატრში, მანამდე არ მყავდა დანახე და მე ვნახე და ძალიან შტაბეჭდილებს გაშუქა. მე ვიყავი ახლა იოსებზე და ძალიან მომეწონა. აი სუპერ სპექტაკლია. აუ ისე მართლა კაია რომ დაიწყეთ მაგაზე ჭირდება ორივე სპექტაკლს ცოტათი მაყურებლის. აუ აი იოსე ხა მე სხვაზე არ ვარ ნამყოფი, მაგრამ იოსებს გიჩვენებს ათონელში არის იოსები და სანახავი ამბობი რომ კაია ვაგერა. მე მითხარ არ გინახავ შენ იოსები გაქვს სანახავი და შენ ჰამლეტზე იძახი რომ ძალიან. იოსები არ მაქვს ნანახი და გადაცემა რო გავა მაგის მერე როდის იქნება იცით უკვე? ოქტომბერში ისა ნოემბერში. ძალიან კარგი და მე რაც ვნახე, მაშინ არ ვიყავი აქ, ამერიკაში ვიყავი და ის სპექტაკლი ტალახი, დევიდ რა ერქვა? ჩარკვიანის ახალი. მიშასი ტალახი ხო. ვიზუალურად შოკში ვიყავი რაც ვნახე, ნუ სტორების დონეზე ვნახე, შენც ნახავდი რაც იყო. მან მინახავს. და კარგია. რაღაც პავილიონი რო არის და თეთრებს ჩაცუნები და უცებ ტალახი რო შედის. კონტეინერში არის გაკეთებული. არის კონტეინერი ესე თვალე და შიგნით წყალი და კოსტუმირებული ძალიან ლამაზ თიკო კვინიკაძის კოსტიუმები არის და ნუ დეკორატიულად ეს დეკორაციულად ძალიან ლამაზ. და მე როგორც ვნახე, ყურსასმენები უკეთია ყველას და გარეთ ტრიბუნები. და გარეთ ესეთი შესახედი იყო. ყურსასმენები უკეთია ყველას. მაყურებლის მაყურებაც კარგი იყო. აჰა. ძალიან საინტერესო. მაყურებლის მაყურებელიც კარგი იყო. ხო და ძალიან მიხარია რომ არსებობს ეგეთი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ თეატრის. დიდი მადლობა. რა მაინტერესებს შენ ბახალა პირველად სად ნახე? მე ბახალა პირველად ნახე ციხეში. ციხეში ნახე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაჩაღდა ეს ისა, მე და ნიკა დამეგობრდით. და როდის დამეგობრდით? რა პერიოდში? პანდემია, გეტყვი პანდემიის დროს. 2021-ის იანვარი. ანუ კი ვიცნობდით დიდი ხანი ერთმანეთს, მაგრამ არ მევასებოდა. მეც არ გიждდებოდი რიფერის პერიოდში და ძალიან ობიექტური მიზეზების გამო. რა თქმა უნდა. და იანვარში დამირეკა სულიკამ, რომ თან მეუნება, რომ ბიჭო პროექტს ვაკეთებთო ძალიან მაგარსო. და ხო მეთქი და რა ქვია მეთქი და სირკუსი და მეთქი. ვა კარგია, საინტერესო და მე დაგდეს ვიდეო.
და ძალიან ნორმალური გაიჩნდა, თან არც ვიცოდი ახლა ვინმე რო ჩართული იყო და რაღაც ხო იცი და ვიდეოს აკეთებ შენით. ზათი ყავდათ მირო გააკეთა და თან არის გაგანია პანდემია. და ვაფშე არ ველოდი ვერაფერს და რაღაც ძალიან შეკრული, თავისი ინტროთ ყველაფრით ის რაღაც ძალიან ჩამოყალიბებული ხაზი. ძალიან გამისურვებოდა და არ ველოდებოდი ამას გადაჭარბა მოლონის და მე სულიკამ რაღაც ერთხელ მითხრა რომ შემოიარეო და ცოტა ის პერიოდია სახში ვიყავ მეზარებოდა გამოსვლა, მაგრამ ნუ აი უნდა გამოსულიყავი და გამოვედი ნახე და ძალიან გასწორა რასაც აკეთებდნენ და მაქიდან დაიწყო აი სირკუს-მირკუსის ჭრილში რომ მაშინ ჯერ აი პირველ შეხვედრაზე მენეჯერის დარქმევა რაღაც ეს გავაკეთეთ ხალხს უუნებოდით ის complicated ხო it's complicated გავაკეთეთ რომ იმიტომ რომ მეც არ მინდოდა რაღაც პასუხისგებლობას აღება პანდემია ვერაფერს ვერ აკეთებ რაღაცა და შევთანხმდით იმაზე რომ რითაც შეგვიძლია დავეხმარებთ ერთმანეთს და მე დავიწყეთ რაღაც მეგობრობა ძალიან კარგად წაიღო მე უკვე იმდენად დავმეგობრდით რომ მისი ყველა მეგობარი უკვე ჩემი ესე წარმოსახვითი მეგობრები იყვნენ ვინც ნახიან ყავდა და აი მე მეუბნებოდა რომ ბახალა რეკავს რაღაც და ვიცოდი უკვე ბახალა და ბახალამაც იცოდა კოკარო არსებობდა ნიკასკან და მე ხდება ესეთი ამბავი რომ ბახალა სადაც ეგ მე გავაძრე თუ თქვენ ეგ გააძრო იმან რა ქვია ბიჭები მეგონი მე გავაძრე შეგინით კი ანუ პონტი დაკვრის კაი, მოკლედ რა მნიშვნელობა ხო შეიძლება ვიღაც ვარაკინებდი, მაგრამ ნუ გასაგებია, მოკლედ ბახალა ესე ნანახი არ მყავდა, მაგრამ ვიცოდი დაიწყო შაბათკვირას გამოსვლა, არა, ბოდიში ერთი შაბათკვირა გარეთ შევხვდით მე მგონი და უკვე ნუ რომ შევხვდით, ჩემი მეგობარი იყო ძალიან ახლო და რაღაცა და მე უკვე იყო რომ ციხეში ორგანიზდებოდა კონცერტი დეკემბრის ბოლოს და ძალიან საინტერესო ექსპერიენსი იყო ჩვენთვის, ველოდებოდ ბედფორდ ფოლსი იყო და მაქსი იყო და ბიჭებს რო უთხარი ეგრევე ყველა დაგთანხმდა, თან აპარატურა ჩვენ რომ მიგვეთან ახლა იქ აპარატურა ხო არ იქნებოდა. ძალიან კარგად მახსოვს ეგ დღე 24 დეკემბერი იყო. შევთხოვით ცოტა ბევრი მომივიდა დალება წინაღამეს და ცოტა გართულდა რომ დილით ადრე უნდა მიხვიდე აპარატურა უნდა ჩაალაგო მიიტანო თან ეგ ერთხელ გადაიდო ახალ წელზე იყო დაგეგმილი 31-ში და მე გადაიწია 15-ს რაღაც მერეზე ეგ შენ პირველ დღეები როცა ნიკა იყო მე მგონი მაგას ეგ ჩვენ ცალკევი თქვენ ესენი ცალკე იყვნენ ჩვენ ვიყავით ბედფორდები და მაქს გამახსენდა ბედფორდები და მაქს გამახსენდა ორი იყო და შემოვედით შემოვიტანეთ ეს აპარატურა ხელით ბედფორდებმა მე და სანდრო ვიყავით მაისურაც შემოვიტანეთ სანამ ავაწყეთ რაღაცა და მან ძალიან საინტერესო არის რომ სანამ ბოლომდე აწყო მიდიოდა და ცოტა ჩეკიც მიდიოდა მაქსი და ბედფორდები ჯემავდნენ არსებობს მაგის ჩანაწერი ვაუ აუ ძალიან კაი აუდიო არსებობს ფოლსამი და თქვენ ჩვენი ფოლსამი ჩინ გადაიღეთ გადაღება არ შეიძლებოდა ხო, არ შეიძლება. არაფერი ჩამორთული ქონდა ყველაფერი თუმცა იქ თვითონ იღებდნენ კამერით არ მგონია რომ ეგ მასალა ვინმე მოღწია აი მეც რაღაცა მეეჭვება იმიტომ რომ ეგ სამინისტროს აბარია ვიცი რომ აუდიო ჩანაწერი არსებობს და ძალიან კარგი არის აი ვიდეოც იყო იქ მახსოვს კამერით იღებდა ვიდეო ჩვენი არ არის აუდიო ჩვენია და შეგვიძლია ეგ რაღაც პროსტა ისტორიის არ მომისმენი მაგრამ თან ძალიან უცნაური იყო ბედფორდების და მაქსის ესეთ კოლაბორაცია მამდე არ ყოფილა და თან პროსტა რო ჯემავ ხო იცი იმის სამჩეკის დროს თქვენ არიცით შიგნით ხალხისთვის რა ვარი იყო ეგ აი ძალიან კაი ექსპერიენსია იმიტომ რომ იყო ტბა არის ვაფშე სიხარული არ არსებობს და უცბად ეს თან ორჯერ მოხდა ბიჭო ყველას ისენი გაუკეთეს მე გიტარის ჩამოსაგინებით ყავისგან და რაღაც საჩუქრები მე გამოგვიგზავნეს საჩუქრები როგორ იცი და დიზაინი განო კილერა გიგზავნი და ტყავის დიზაინი აგვაწყობინეს თუ ააწყეს არ მახსოვს მაგრამ ნუ ძალიან პროფესიონალურ დონეზე ხდებოდა რომ როგორი გინდა რაზომის გინდა და მეკდა და გამოვიდა მე ტყავის ჩამოსაკიდებელი მაგას ლაშა გიკეთებდათ ვიცხოვაო რემინა ახო და ძალიან კარგი გამოცდილება იყო ძალიან არ დამავიწყდება არასდროს ბიჭებიც ეგრე იყვნენ ძალიან უცნაური რა თქმა უნდა მაგრამ კარგი და რო გამოდიხარ ჯერ ცოტა ვერ ხვდები რა უნდა ილაპარაკო ერთმანეთთან და ძალიან კარგი აუ ისე თქვენთან მაგაზე არ მელაპარაკია თქვენთვის რა ვარი განცდა იყო იქ შესვლა ხო პირველად იყავ ჩიგნით მე შესულები რა მე არ ყოფილი მე პირველად ბავშვობაში ვიღაც მეგობართან შევდიოდი ხოლმე და იქ მაშინ მწვანდებოდა რა ესე პროსტა შესვლა ესე კი არა სამინისტროს ზონაში პროსტა შედიოდი რა იქ ეტყოდნენ რა ჩემი მეგობარი და მაშინ პირველად რო შევედი რაღაც 2000-იანების დასაწყისში და გამოვშტერდი შეჩემა მაშინ თან მოუწესრიგებელი ის იყო რა ეს შეხვედრების ოთახები იყო აი რაღაცა ძალიან ბუნაგური თუ რაღაცა და აუ ისეთი ეგზოტიკა იყო აი ისეთი გამოვედი რაღაცა გაჭირდა ეს თქვენ რა კარგად ვჭამე ლობიო და მჟავა შენ აღარ იყავი ამათთან ერთად ჩემოს არა მე სხვა დროს პარასკევი იყო და მე საპატრიარქოს ჭამა არის პარასკევს თუ სწორად ლობიო ჩვენც ლობიო ჭამე ხო და პარასკევი იქნებოდა შენიც კი 4 ისე მინდოდა პარასკევი ის ლობიო და მჟავე და
კომპოტი იყო ძალიან პური რაღაცა და იქ ცხოვრობდა ის პური. მაგრამ მეითხრეს რომ გაგიმარა პარასკევსო, კაი ჭამა არისო და ეგ ხდება გაგიმართა და ნომერი მე-16 დაწესებული მაშინ. მე მახსოვს რომ ეხატა სლოტები კედელზე, უზარმაზარი სლოტები. ოღონდ სლოტები ეხატა ნაგავზე. ხო და თავი და ვერ ხვდები რა არის. იქაური გრაფიტის არის ჩვენი მეგობრები აკეთებდნენ, ოღონდ ეგ პონჩი გააკეთეს რომ ნაგავია. სლოტები ნაგავია, ხო, მაგრამ ან თავი და სანაგვეზე ვერ ხვდი და კედელზე ხატია უზარმაზარი სლოტები და მეთქი რა ხდება და თურმე გამოაღებ ნაგავი. არა, იქ სლოტების გარდა კიდე ხო იყო იქ რაღაც იქეთ მხარეს ხო? გრაფიტები, რაღაც ბენქსის კოპია იყო ერთი ხო, და მაგრამ რაღაცა. სლოტები არის ჟება ღობეზე იმ თოკით. ხო, სლოტებია ცოტა შეუთავსებელი, მან ხვდები რომ ვერ ხვდები და რაღაც ჭარიცხეთ ჩვენთან. ეხ სპონსორი არ მოვა ამ ისტორიისგან. ვინმეს უთხრათ რომ სლოტები მოდით რა. მე მგონი არ მინდა. კარგი. სლოტები. მე ნიკასთვის ვერ მოვიფიქრე ის კითხვები რომელიც მინდოდა როგორც წარმომედგინა, იმიტომ რომ ისე დამისვით კითხვები რომ აქეთ გამომწურეთ ინფორმაცია. ხო, მაგრამ საითერო დრო ძალიან შეავსო. ძალიან კაი იყო როგორც იყო. მადლობა. ლექცია იყო. პროდიუსინგის თუ მე რა ქვია მას ხო რა. არ ვიცი, არასდროს არ მინდა ხო ლექციების დარგში. სულ მერიდება ყოფილა შემოთავაზებები, მაგრამ მერიდება. ხადურიც ლექცია გამოვიდა, ანთოლოგია უფრო, რაღაცა მუსიკალური და შენი ლექცია არის ამ. აბა მარგარიტაზე მე არ ყოფილა ძმაო და შე რამდენის ხარ? 34-ის. ეგ არის ყოველას სიგიჟე კიდე 34-ის რო არის და ამდენი ხანი რო ჩალეთში ხარ. შემთხვევით. ბიჭო, სწორ დროს შემხვდა სწორი ადამიანები. ხო და სწორ დროს შენ პრემიერობაც მოგიწევს მე მჯერა. უეჭველი გამაშა ამის გამო რაღაცას ჩამიდებენ ახლა ხო ვიცი. მომავალი პრემიერობის კანდიდატი. პოეტ ესა და ეს და ეს და. არა, მანეკნები შენი მხარდამჭერი ესენი გააჯვავენ. მე ვიქნები ყველას მხარდამჭერი. არის, მე მგონი კოცნით გეხვევით არა. მეც ეგრე მგონია. მიყვარხარ და მჭირდებათ. ცდილობ, მიყვარხართ, კარგები ხართ, მადლობა ყველას, მადლობა გოგას. მადლობა იმ სპონსორებს. შვენება და მაისი. დავაი. ოპჩს.